რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინასთან შეიძლება 2022 წელს დაიწყო, მაგრამ ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი სინამდვილეში ბევრად ადრე, 2014 წლიდან იწყება. სწორედ მაშინ რუსულმა ძალებმა მოახდინეს ხიღირიმის უკანონო ანექსია. 4 კვირაზე ნაკლებ დროში მეზობელი ქვეყნის მთელი რეგიონი მიითვისეს. მას შემდეგ კიევის ოფიციალური პირები, სამხედრო მეთაურები და მთლიანად უკრაინელი ხალხი იმედოვნებენ, რომ ოდესმე შეძლებენ ყირიმის სრულად დაბრუნებას და მთლიანად დერუსიფიკაციას. როგორც ჩანს, მათი ლოდინი შეიძლება დასასრულს უახლოვდებოდეს და რუსი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თითქმის ვერაფერს გააკეთებს მის შესაჩერებლად. და ეს ნამდვილად არ იქნებოდა ის, რასაც პუტინი ელოდა, როცა 10 წელზე მეტი ხნის წინ ყირიმი რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. მისი 2022 წლის ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციისგან განსხვავებით, ხვავებით, რომელიც გრძელვადიან, გაწელილ და საოცრად ძვირადღირებულ საქმედ იქცა, ყირიმის ანექსია პუტინისთვის საკმაოდ მარტივად წარიმართა. მან ისარგებლა კიევში არსებული მოკლე პოლიტიკური ქაოსით და რეგიონი დაიკავა. ელიტური პერსონალი უნიშნო უნიფორმებში გაგზავნა, რათა არეულობა შეექმნა და უკრაინის სამხედრო პასუხი დაეგვიანებინა. სევასტოპოლში და სხვა ადგილებში არსებული რუსეთის სამხედრო ობიექტების მაქსიმალურად გამოყენებით, პუტინის ძალებმა სწრაფად აიღეს კონტროლი ყირიმის პარლამენტზე, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასა და საკომუნიკაციო კერებზე. ეს იყო ოპერაცია, რომელიც როგორც ფრთხილად იყო დაგეგმილი, ასევე თითქმის უშეცდომოდ შესრულდა. რის შედეგადაც რუსეთმა უაღრესად სტრატეგიული მდებარეობა აიღო კონტროლქვეშ. ადგილი, რომელსაც თავად პუტინი უწოდებს ჩაძირვა სუუძლებელ ავიამზიდს. ყირიმისა და მისი პორტული ქალაქი სევასტოპოლის გარეშე რუსეთს შავი ზღვის კონტროლი და ძალის პროექცია, როგორც ხმელთაშუა ზღვაში, ისე ახლო აღმოსავლეთშიც შეუძლებელი იქნებოდა. ვისაც ყირიმი ეკუთვნის, მას ასევე აქვს გავლენა შავი ზღვის სხვადასხვა სავაჭრო მარშრუტებზე და აღსანიშნავია, რომ მიმდებარე წყლები მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა ნავთობი და გაზი. საბოლოო ჯამში ეს კონტროლისთვის უკიდურესად ღირებული ტერიტორიაა და რუსეთმა სრულად გამოიყენა ეს უპირატესობა 2022 წლის მასშტაბური შეჭრისთვის მზადებისას. მან ჯარები, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა ნახევარკუნძულზე გადაიყვანა, რომლებიც შემდეგ გამოიყენეს უკრაინის სამხრეთ რეგიონების დაბომბვისთვის. მას შემდეგ კონფლიქტის განმავლობაში რუსეთი კვლავაც ეყრდნობა ყირიმს როგორც სამხედრო პლაცდარმს. მან ნახევარკუნძულიდან უკრაინის ქალაქებს, დასახლებებსა და ფრონტის ხაზზე განლაგებულ პოზიციებზე უამრავი რაკეტა და დრონი გაუშვა. ასევე იყენებს ცნობილ ყირიმის ხიდს, რომელიც ყირიმს რუსეთთან კერჩის სრუტის გავლით აკავშირებს, როგორც მნიშვნელოვან მომარაგების ხაზს. მაგრამ რუსეთს არასდროს შეძლებია ყირიმში სრულად დამკვიდრება და რეგიონის სრული კონტროლი, რადგან უკრაინამ ამის შესაძლებლობა არ მისცა. სრული მასშტაბის შეჭრის პირველივე დღიდან უკრაინის სარდლებმა ნათლად განაცხადეს, რომ მათი ერთ-ერთი გრძელვადიანი მიზანი ნახევარკუნძულის გათავისუფლება იყო. და დიდხანს არ დასჭირვებია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომ ეს განცხადება რეალური ქმედებით დაემტკიცებინათ. მართლა, ომიდან სულ რამდენიმე თვეში პირველი შეტევები დაიწყო. უკრაინული დრონების ეკიპაჟები სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ესხმოდნენ თავს, ხოლო აფეთქებებით ყირიმის ხიდს არტევდა. მესიჯი ნათელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ასობით მილზე ფრონტის ხაზზე რუსეთს ებრძოდა ისეთ რეგიონებში, როგორიცაა დონეცკი, ლუგანსკი და ხერსონი, უკრაინა იყო მტკიცედ განწყობილი, რომ ყირიმი მტრის ძალებისთვის მაქსიმალურად საშიში გაეხადა. და როგორც თვეები და წლები გადიოდა, შეტევები გრძელდებოდა. სევასტოპოლის საზღვაო ბაზაზე სამხედრო გემები ჩაიძირა. Storm Shadows ტიპის ფთოსანმა რაკეტებმა რუსული გამაგრებები რუკიდან გააქრო. კამიკაძე დრონებმა თვითმფრინავები ცეცხლში გაახვიეს, ხოლო საჰაერო თავდაცვის სისტემები ერთის შემდეგ ერთი განადგურდა. ქერჩის ხიდიც კვლავ ზიანდებოდა. მას მეორე დაართვეს 2023 წლის ივლისში და შემდეგ კვლავ 2025 წლის ივნისში. უკრაინის ზოგიერთი თავდასხმა ყირიმზე შედარებით მცირე მასშტაბის იყო. სხვა თავდასხმები კი მართლაც გამანადგურებელი იყო. მაგალითად, ლეგენდარული ოპერაცია კრაბის ხაფანგი, რომლის დროსაც 2023 წლის სექტემბერში Storm Shadows რაკეტების ზალპი პირდაპირ სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობას ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 30-ზე მეტი ოფიცერი და დაიჭრა 100-ზე მეტი სამხედრო. ამ თავდასხმებმა უზრუნველყო, რომ რუსეთის ძალები ყირიმში და მის გარშემო მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში იყვნენ. ყოველთვის ფრთხილობდნენ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა კიდევ მეტი დრონი ან რაკეტა გამოჩენილიყო. მაგრამ უკრაინას იშვიათად თუ შეეძლო ყირიმში ბოლომდე წასვლა, იქ ჯარების შეყვანა ან რეალურად დაკარგული მიწების დაბრუნება. მას ყოველთვის სხვა პრიორიტეტები ჰქონდა, სხვა სადავო ტერიტორიებზე უნდა ეზრუნა, სხვა ქალაქები და სოფლები უნდა დაეცვა, სხვა რუსულ შეტევებზე უნდა ეფიქრა. მას ან შეეძლო დაეშვა შეცდომა და ზედმეტად ბევრი დრო, რესურსი ან ადამიანური ძალა დაეთმო ყირიმისთვის, რადგან ეს ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვან უბნებში სისუსტეებს შექმნიდა და რუსეთს მისცემდა შანსს, რომ გაერღვია და მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაეკავებინა.
ამიტომ უკრაინა მოთმინებით ელოდა შესაფერის მომენტს. ის აგრძელებდა ყირიმზე წარმატებული თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებას. მან გაანადგურა მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიცაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები, თვითმფრინავები და საბრძოლო მასალის მარაგები. მაგრამ ზოგჯერ თითოეულ თავდასხმას შორის რამდენიმე კვირა ან თვე გადიოდა, რადგან უკრაინის ძალებს სხვა რეგიონებზე უწევდათ პრიორიტეტის მინიჭება. შედეგად, ეს შემთხვევები შეიძლება განცალკევებულ ან თუნდაც შემთხვევით დართმევად ჩანდა, მაგრამ ასე არ იყო. ისინი ყველა უფრო დიდი სტრატეგიის ნაწილი იყო და ყველა ემსახურებოდა საბოლოო მიზას, ყირიმის ნახევარკუნძულის დერუსიფიკაციას. ყოველი თავდასხმა ასუსტებდა რუსების პოზიციას, ყოველი დარტყმა ამცირებდა მათ გავლენას რეგიონზე და ართულებდა მათთვის მისი დაცვას. რათა როცა უკრაინას საბოლოოდ მიეცემოდა შესაძლებლობა თავისი უპირატესობა ბოლომდე გამოეყენებინა, მტერს აღარ ექნებოდა მისი შეჩერების გზა. და როგორც ჩანს, ეს დრო ახლოვდება, რადგან 2026 წელს ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა უკრაინა შეიძლება ითქვას, ყველაზე ძლიერი პოზიციიდან მოქმედებს. მისი შიდა თავდაცვის ინდუსტრია სულ უფრო ძლიერდება, რადგან ქვეყნის მასშტაბით ასობით ახალი თავდაცვის კომპანია ენერგიულად მუშაობს საინტერესო ინოვაციებზე, დრონებიდან და რაკეტებიდან საჰაერო თავდაცვის ტექნოლოგიებამდე და კიდევ ბევრ სხვა მიმართულებით. მიწაზე კიევის ძალებმა ასევე მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს. მათ არა მარტო შეძლეს რუსეთის დაუღალავი შეტევის შეკავება და მათი წინსვლის აღკვეთა, არამედ მოახერხეს საკმაოდ დიდი რაოდენობის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაც. მართლა, 2026 წლის თებერვალი უკრაინის არმიისთვის მნიშვნელოვანი თვე იყო, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა 2023 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყნის ძალებმა შეძლეს უფრო მეტი ტერიტორიის დაბრუნება, ვიდრე დაკარგეს. ამასთან ერთად უკრაინას მალე ელოდება გარდამტეხი 90 მილიარდი ევროს, 105 მილიარდი დოლარის სესხი ევროპის კავშირისგან. ეს სესხი დაბლოკილი იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ორბანის მმართველობა საბოლოოდ სრულდება 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში დამანგრეველი მარცხის შემდეგ, უკრაინამ მზად არის მიიღოს უზარმაზარი ფინანსური ნაკადი. მას სჭირდება თავისი ძალების გაძლიერება, თავდაცვის ინდუსტრიის კიდევ უფრო განვითარება და საჭირო საბრძოლო მასალებისა და მარაგების შეძენა, რათა მტევზე ზეწოლა გააგრძელოს. რუსეთი ამ დროს არასოდეს ყოფილა ასეთი სუსტი. მაგალითად, ორბანის პოლიტიკური მარცხით პუტინმა დაკარგა ერთადერთი მოკავშირე, რომელიც მას ნატოს ალიანსსა და ევროკავშირში ჰყავდა. ეს მნიშვნელოვნად ასუსტებს მის პოლიტიკურ გავლენას. რუსული ძალებიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ნელა მოძრაობენ. ზოგიერთ ფრონტის ხაზზე ისინი სრულად გაჩერებულები არიან, ან კი უკრაინელი დამცველების მიერ უკან იხევენ. სხვა ადგილებში ისინი კლავაც წინ მიიწევენ, მაგრამ იმდენად ნელა, რომ ამას თითქმის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კრემლის არმიაც აგრძელებს როგორც ჯარისკაცების, ასევე თექნიკის საგანგაშო ტემპით დაკარგვას. 10,000-ობით ჯარისკაცი ყოველთვე ან იღუპება, ან მძიმე ჭრილობებს იღებს. 1000-ობით ჯარისკაცი ასევე დეზერტირობს, ან თეთრ დროშას აფრიალებს და ისინიც კი, ვინც ნებაყოფლობით ასრულებს მეთაურების ბრძანებებს, იღბლიანად ითვლებიან, თუ ფრონტის ხაზზე სასიკვდილო ზონაში 2-ოდე კვირაც კი გაძლონ, სანამ ახალწვეულებით ჩაანაცვლებენ. და რაც შეეხება ახალწვეულებს, ახლა უკვე კარგად არის დოკუმენტირებული, რომ რუსეთს სულ უფრო უჭირს მათი საკმარისი რაოდენობით პოვნა. მისი გაწვევის სტატისტიკა მნიშვნელოვნად შემცირებულია, მაშინ როცა დანაკარგების მაჩვენებელი იზრდება. და 2026 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში რუსეთი მუდმივად ვერ ახერხებდა იმდენი ახალი ჯარისკაცის მოზიდვას, რამდენიც მოკლუნი ან დაჭრილი ხავდა. მისი არმია უფრო მცირე და სუსტი ხდება და ასევე მცირდება მისი პერსპექტივებიც ამ ომში. ყველა საუბარი რუსეთის გარდაუვალ გამარჯვებაზე ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად ქრება, რადგან ექსპერტები და ანალიტიკოსები მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი სამხედრო ბლოგერიც კი აცნობიერებენ, რომ ვითარება შეიცვალა. ეს უკრაინაა, არა რუსეთი, რომელიც უპირატესობაშია. და გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, რომელმაც თითქმის 40 წელი იმსახურა შეერთებული შტატების არმიაში და მიაღწია შეერთებული შტატების არმიის ევროპის სარდლის წოდებას, მიიჩნევს, რომ ახლა კიევის ძალებისთვის დროა, რომ ყირიმში მოქმედებები გააძლიერონ. მაგრამ სანამ განვიხილავთ, რას ამბობს ის და რას ნიშნავს ეს ყველაფერი, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვაშლით ყველაფერს დეტალურად. ახლახან გენერალ-ლეიტენანტი ჰოჯესი Times Radio-ს პოდკასტში Frontline, ომი უკრაინაში და გლობალური უსაფრთხოება გამოჩნდა, სადაც ანალიტიკოსები და ექსპერტები განიხილავენ რუსეთ-უკრაინის ომს და აზიარებენ საკუთარ ხედვებსა და პროგნოზებს, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. გადაცემაში გამოსვლისას ჰოჯესმა თავისი მოსაზრება გააზიარა, რომ მიუხედავად ყველა ბრძოლისა და ყურადღების სხვაგან გადატანისა, ყირიმი შეიძლება ითქვას ამ მთელი ომის მთავარი საკვანძო წერტილია. მე კვლავაც მჯერა, როგორც თავიდანვე მჯეროდა, რომ ყირიმი არის ომის გადამწყვეტი ტერიტორია. ის განმარტავს, რომ ნახევარკუნძულს ორივე მხარისთვის როგორც სიმბოლური, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. პუტინი მაგალითად მუდმივად ამტკიცებს, რომ რეგიონი სამართლიანად უნდა ეკუთვნოდეს რუსეთს და იმდენად შორს წავიდა, რომ მას წმინდა ადგილად და რუსეთის განუყოფელ ნაწილადაც კი მოიხსენიებს. რუსი ლიდერი ასევე კარგად იცნობს ნახევარკუნძულის სტრატეგიულ მნიშვნელობას. ჰოჯესი აღნიშნავს, რომ ძალაუფლების პროექცია შავი ზღვის მასშტაბით სწორედ ყირიმიდან არის შესაძლებელი.
ის აგრძელებს და აღნიშნავს, რომ თუ უკრაინა შეძლებს ყირიმის დაბრუნებას და მის პორტებსა და აეროდრომებზე კონტროლის აღდგენას, ეს ომის მთლიანად სახეს შეცვლის. ჰოჯესი აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და ქვეყნის მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი კარგად იცნობენ რეგიონის მნიშვნელობას და ეჭვგარეშეა, რომ ყირიმი მათ მიზნების სიაში ერთ-ერთ უმთავრეს ადგილს იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფიქრობს, რომ რეგიონში პირდაპირ სახმელეთო შეტევა ჯერ არ მოხდება და ამ ეტაპზე არც არის აუცილებელი, ის ელოდება უფრო სისტემატური იერიშებს აეროდრომებზე, საჰაერო თავდაცვაზე და სხვა სამიზნეებზე. ის ასევე მიიჩნევს, რომ ყირიმის ხიდის დღეები დათვლილია და ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ეს დიდი ხიდი საბოლოოდ დაინგრევა. ეს უკრაინისთვის ისტორიული მომენტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ფაქტობრივად შექმნა სახმელეთო ხიდი ყირიმთან, უკრაინის სამხრეთის ტერიტორიების საკმარისად ოკუპაციით, ის მაინც ძლიერად არის დამოკიდებული თავად ყირიმის ხიდზე. და ზოგადად კერჩის სრუტე, რათა უსაფრთხოდ გადაიტანონ მნიშვნელოვანი მარაგები, როგორიცაა საწვავი, იარაღი და საბრძოლო მასალა, ნახევარკუნძულზე და სამხრეთის რეგიონებში განლაგებულ ძალებთან. თუ ეს ხიდი დაინგრევა, თამაში მთლიანად შეიცვლება. მოულოდნელად ყირიმში დარჩენილი ყველა რუსი ჯარისკაცი მოწყვეტილი იქნება თანამემამულეებს. მათ აღარ ექნებათ მატერიკზე დასაბრუნებელი უსაფრთხო გასაქცევი გზის იმედი და ვეღარ ისარგებლებენ მარაგების უწყვეტი და სტაბილური მიწოდებით კრასნოდარის მხარიდან. ეს ასევე უზარმაზარი სიცხვილი იქნებოდა კრემლისთვის, რომ ნახოს, როგორ ქრება რუკიდან ის, რომლის აშენებაც რუსეთს თითქმის 4 მილიარდი დოლარი დაუჯდა. და უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია წარმატებით დაარტყას ხიდს. მან ეს სამ სხვადასხვა შემთხვევაში გააკეთა: დრონებისა და წყალქვეშა ასაფეთქებელი მოწყობილობების კომბინაციით დააზიანა კონსტრუქცია და აიძულა მისი დროებით დახურვა, სანამ შეკეთება მიმდინარეობდა. დღეს უკრაინა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე წლების წინ იყო. უფრო ძლიერი დრონებითა და რაკეტებით მას შეუძლია ხიდის მთელი მონაკვეთები წყალში ჩააქციოს. სავსებით შესაძლებელია, რომ მეოთხე თავდასხმა ყირიმის ხიდზე უკვე მომზადების ეტაპზე იყოს. ამასობაში უკრაინა უკვე ზრდის წნეხს ნახევარკუნძულზე ბოლო თავდასხმებით, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელოვან ობიექტს ანადგურებს ამ რეგიონში. მაგალითად, 5 აპრილის ღამეს უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ დაადასტურა, რომ აქტიური ოპერაციების დეპარტამენტის სპეციალურმა დანაყოფებმა დრონები გამოიყენეს რუსული სარკინიგზო ბორანის სლავიანინის გასაუნებელყოფად. ეს იყო ბოლო სარკინიგზო ბორანი, რომელიც ქერჩის სრუტეზე მუშაობდა. ეს ბორანები სამხედრო ტექნიკასა და საბრძოლო მასალას აწვდიდნენ რუსულ ძალებს ყირიმში. მაგრამ ახლა, როდესაც ეს ყველა ხომალდი განადგურებულია, დაზიანებულია ან სხვაგვარად გამოუსადეგარია, რუსეთს გარდაულად გაუჭილდება რესურსების წერტილ A-დან წერტილ B-მდე გადატანა. დიდი ალბათობით მას უფრო ხშირად მოუწევს ყირიმის ხიდის გამოყენება, რაც ამ ობიექტს უკრაინისთვის კიდევ უფრო ღირებულ სამიზნედ აქცევს. სხვა მხრივ, კრემლის სადლებს შეუძლიათ აირჩიონ მარაგების გადატანა ოკუპირებული დონბასის ტერიტორიების გავლით და შემდეგ ხერსონის რეგიონის გავლით ყირიმში. თუმცა ამ გეგმის პრობლემა ისაა, რომ ეს მარშრუტები ფრონტის ხაზთან ბევრად უფრო ახლოსაა და შესაბამისად უკრაინული დრონების, რაკეტების ან თუნდაც артиლერიის იერიშების გაცილებით დიდ რისკს წარმოადგენს. კიევის დრონები მუდმივად საშია და აკვირდება გარემოს რუსული აქტივობის ნებისმიერი ნიშნების დასაფიქსირებლად, ამიტომ დიდხანს არ დასჭირდებათ, რომ აღმოაჩინონ ნახევარკუნძულისკენ მიმავალი ნებისმიერი კოლონა. და ამის შემდეგ მხოლოდ დროის საკითხი იქნება, სანამ იერიშის დრონები ან რაკეტები გაიგზავნება მათ გასანადგურებლად. და უკრაინა უკვე კონცენტრირებულია ამ სახმელეთო მომარაგების ხაზების დარღვევაზე. აპრილში ერთკვირიანი კამპანიის განმავლობაში უკრაინამ რამდენიმე წარმატებული იერიში განახორციელა კრიტიკულ სახმელეთო დერეფანზე, რომელიც რუსეთსა და ყირიმს აკავშირებს. 3 რუსული არსენალი და 3 ცალკე მომარაგების საწყობი იყო მიზანში ამოღებული და დაზიანებული, ხოლო უკრაინულმა ძალებმა ასევე შეუტიეს 2 ლოგისტიკურ ჰაბს, რომლებიც ამ დერეფანში მომარაგების ნაკადს კოორდინირებდნენ. 20 აპრილს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დამატებითი იერიშები მიიტანეს რუსეთის 2 დიდ სადესანტო გემზე, რომლებიც სევასტოპოლის ყურეში იყვნენ განლაგებული. ორივე გემი მოგვიანებით იდენტიფიცირებული იქნა როგორც პროექტი 775 იამალი და პროექტი 117 ნიკოლაი ფილჩენკოვი. იამალი შეძლებდა გადაეტანა 500 ტონამდე ტვირთი, მათ შორის ჯავშან ტექნიკა და სამხედროები და მისი ღირებულება 80 მილიონ დოლარზე მეტია. ნიკოლაი ფილჩენკოვი კი კიდევ უფრო დიდია. მაქსიმალური ტევადობით დაახლოებით 1000 ტონა. რაც მას საშუალებას აძლევს საკმაოდ დიდი სადესანტო ძალა გადაიყვანოს წყლის გავლით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ხომალდიდან უფრო დიდია, ის ასევე უფრო ძველია და არა ისეთი ძვირი. თუმცა მისი ღირებულება მაინც დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს თავდასხმები ბოლო ქერჩის სრუტის ბორანზე განხორციელებულ დარტყმასთან ერთად მკაფიო გზავნილს აგზავნის. უკრაინა რუსეთს ყირიმში მომარაგების ხაზებს წყვეტს. ნაბიჯ-ნაბიჯ ის იზოლაციას უწევს რეგიონს, რაც სულ უფრო და უფრო ართულებს კრემლის ჯარისკაცებისთვის საწვავისა და საბრძოლო მასალის მიღებას, რაც მათ თავდაცვისთვის სჭირდებათ. დესანტის ხომალდების მსგავსი გემების განადგურებით, უკრაინა ასევე უშლის რუსეთს შესაძლებლობას ნახევარკუნძულზე უფრო დიდი ძალა დააგროვოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წარსულში მაშინაც კი თუ უკრაინას შეეძლო რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის ან სხვა ობიექტის განადგურება ყირიმზე, მტერს ყოველთვის შეეძლო უბრალოდ ჩაენაცვლებინა დაკარგული.
თუ კიევის დრონები გაანადგურებდნენ საბრძოლო მასალის საწყობს, მაგალითად რუსულ ძალებს შეეძლოთ სხვა რეგიონებიდან საბრძოლო მასალის ჩატვირთვა და მისი გადაზიდვა სრუტეზე ან ყირიმის ხიდზე. მაგრამ როდესაც მომარაგების ხაზები გაჭრილია და ზეწოლის ქვეშაა, ეს აღარ იქნება შესაძლებელი. თუ ფართო სურათს შევხედავთ, ეს შეიძლება იყოს რაღაც უფრო დიდი პროცესის დასაწყისი. თუ უკრაინა შეძლებს ყირიმის იზოლირებას, მაშინ ნახევარკუნძულზე დარჩენილი ნებისმიერი რუსული ძალა ფაქტობრივად უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდება. და რადგან უკრაინის დრონები და რაკეტები ყოველწლიურად უკეთესი და უფრო ზუსტი ხდება, თავდაცვის ძალებს მცირე სირთულე ექნებათ დარჩენილი ჯარისკაცების ლიკვიდაციაში. შესაბამისად, კრემლის კონტროლი რეგიონზე სწრაფად შესუსტდება. და თუ უკრაინა საბოლოოდ შეძლებს ხერსონის გავლით გზის გაკაფვას, მას შეეძლება მტრის სისუსტის გამოყენება და ერთ დღეს საკუთარი ჯარისკაცების გაგზავნა ტერიტორიის დასაბრუნებლად. ეს შეიძლება შორეულ პერსპექტივად მოგვიჩვენოს, მაგრამ ყველა ნაწილი უკვე თავის ადგილზეა და უკრაინის სამხედრო ძალა სწორ ნაბიჯებს დგამს, რათა საბოლოოდ განახორციელოს თავისი დერუსიფიკაციის ხედვა. და რადგან კრემლი მზარდი მსხვერპლის, დამანგრეველი ტექნიკის დანაკარგების, ფრონტის ხაზზე შეჩერებული შეტევებისა და ჩავარდნილი რეკრუტირების კამპანიების წინაშე დგას, მას აღარ აქვს საშუალება ისე გაამაგროს ყირიმი, როგორც ამას წარსულში აკეთებდა. ამიტომ თუ უკრაინას თუნდაც ნაწილობრივი კონტროლის მოპოვება შეძლებს რეგიონზე, ყველიოზე შეიგზლაფერი შეიცვლება. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომელიც უკვე იძულებულია დამალვაში იყოს უკრაინის დრონების იერიშების გამო, მნიშვნელობას დაკარგავს, რადგან ვეღარ შეძლებს უსაფრთხოდ გამოიყენოს სევასტოპოლი, როგორც თავისი მთავარი ბაზა. კრემლიც დაკარგავდა ძალის პროექცირების შესაძლებლობასა და გავლენას შავი ზღვისა და მის ფარგლებს გარეთ. შემდეგ, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ უკრაინა საბოლოოდ შეძლებს თავისი დიდი ხნის ოცნების ასრულებას და გახდება ევროპის კავშირის ან ნატოს ალიანსის წევრი, რუსეთის ძალაუფლების სფერო კიდევ უფრო შემცირდება. ეს 2014 წელთან შედარებით საოცარ ცვლილებას წარმოადგენდა. იმ დროს ასეთი სწრაფი და ეფექტური ოკუპაციის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა იფიქრა, რომ ყირიმი თაობების განმავლობაში რუსეთის ნაწილი იქნებოდა. ეხლა კი ის იგებს, რამდენად საშინლად ცდებოდა. პირველი დარტყმა. რუსული სადესანტო ხომალდებდა კიდევ ბევრი სხვა რამ განადგურდა მასშტაბური ღამის ოპერაციის შედეგად, რომელმაც რუსი მეზღვაურები პოსტტრაუმული სტრესული აშლილობით დატოვა. მეორე დარტყმა. შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და საექსპორტო ჰაბი იწვის, რადგან უკრაინა კვლავ და კვლავ უთყამს ყირიმში რუსეთის ინფრასტრუქტურას. რაც შეეხება მესამე დარტყმას, ეს შეიძლება საბოლოოდ ნიშნავდეს რუსეთის მმართველობის სრულ დასრულებას ყირიმში. რუსი მეზღვაურები და პოტენციური მეზღვაურები ნახევარკუნძულს ტოვებენ, იძირებადი გემიდან გაქცეული ვირთხებივით, რადგან შავი ზღვის დეოკუპაცია იწყება. 20 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ერთ-ერთმა ყველაზე საიდუმლო დანაყოფმა სამიზნე დაიღო ოკუპირებულ ყირიმში რამდენიმე ობიექტი. უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, ანუ HUR-ის შემადგენლობაში არსებული საიდუმლო მოჩვენებების დანაყოფი წინა ღამეს სევასტოპოლის ყურეს შავი ზღვის ფლოტისთვის ჯოჯოხეთად აქცია, რადგან დრონების სერიულმა იერიშებმა პუტინის ფლოტის კიდევ 2 გემი მწყობრიდან გამოიყვანა. ამჯერად სამიზნეები რუსული სარაკეტო გადამზიდავები ან მსგავსი საბრძოლო გემები არ ყოფილა. უკრაინამ უკვე გაანადგურა ამ ტიპის გემების დიდი ნაწილი, ხოლო რაც რუსეთს დარჩა, კიევიდან მაქსიმალურად შორს ამყოფებენ. კრემლის შიში უკრაინის დრონებისა და რაკეტების მიმართ. ამის ნაცვლად მოჩვენებებმა სამიზნე დაიღეს 2 რუსული სადესანტო გემი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი იყენებდა ტვირთისა და ჯარისკაცების ყირიმიდან უკრაინის მატერიკზე გადასაყვანად. პროექტი 775 სიამალი ერთ-ერთი სამიზნე იყო. გემი აშენდა 1988 წელს, რაც მას კიდევ ერთ საბჭოთა ეპოქის ტექნიკად აქცევს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი უკრაინის ომისთვის საკმარისად კარგად მიიჩნევს. გემს შეუძლია 500 ტონა ტვირთის გადაზიდვა. ის ტვირთი სხვათა შორის შეიძლება მოიცავდეს ჯარისკაცებს და ტექნიკასაც. რაც შეეხება მეორე გემს, ეს იყო პროექტი 1171 ნიკოლაი ფილჩენკოვი, რომელიც კიდევ უფრო ძველია ვიდრე პირველი ხომალდი. 1975 წელს აშენებული სადესანტო გემი 1000 ტონას იტევს და შეიძლება გამოყენებული იქნას ამფიბიური ოპერაციებისა და შეტევებისთვის. იცით, თუ რუსეთს შავი ზღვისგან მსგავსი რამ გაეშვა. ორივე გემი ნავსადგურში უმოქმედოდ იდგა იმ დროს, როცა მოჩვენებებმა თავდასხმა დაიწყეს. ეხლა ჰური უწყება, რომ უკრაინულმა დრონებმა ისინი სრულიად მწყობრიდან გამოიყვანეს. იმითაც კი არ დაკმაყოფილდნენ, რომ გაანადგურეს გემები, რომლებსაც რუსეთი იყენებდა თავისი ჯარების მატერიკზე მომარაგებისთვის, მოჩვენებები კიდევ უფრო ღრმად შევიდნენ ყირიმში. რუსული სადესანტო ნავების განადგურების გარტარდა, მოჩვენებებმა პირდაპირ დარტყმა მიაყენეს რუსულ პოდლეთ K1 სარადარო სისტემასაც. 10-300 კილომეტრამდე, ანუ 6.2-დან 186 მილამდე მოქმედების რადიუსით, პოდლეთს შეუძლია ერთდროულად 200-მდე სამიზნის თვალყურის დევნება და შემომავალი ჯვრობის დაფიქსირებაც. 4400 კილომეტრის, ანუ ცოტა მეტი ვიდრე 2200 მილის საათში სიჩქარით მოძრავი ჭურვებისთვის. რუსეთს ასეთ სისტემები სჭირდება. ისინი უზრუნველყოფენ დრო გაფრთხილებას მოახლოებული დრონებისა და რაკეტების შესახებ, რაც თეორიულად რუსეთს საშუალებას აძლევს ორგანიზებულად მოაწყოს საჰაერო თავდაცვა და გაანადგუროს საფრთხე მანამდე, სანამ ის მიზანს მიაღწევს. ეს არ მოხდა 19 აპრილის ღამეს. პოდლი K1 სწორედ იმ ტიპის საფრთხემ გაანადგურა, რომლის აღმოჩენაც მას ევალებოდა.
და ეს მარცხი იქნება ეს ფოდლიკ KRT-ის თუ საჰაერო თავდაცვის სისტემების, რომლებიც უნდა ამოქმედდეს მაშინ, როცა რუსული რადარი საფრთხეს დააფიქსირებს, პუტინს $5 მილიონი დაუჯდა. ამ თანხას სავარაუდოდ კიდევ ათეულობით მილიონი დოლარი დაემატება იმ ორი სადესანტო ხომალდის გამო, რომლებიც მოჩვენებებმა გამოუსადეგარი გახადეს. და თუ ეჭვგეპარებათ, უკრაინის ბოლო კრემისული შეტევის წარმატებაში, უკრაინის სამხედრო დაზვერვა ერთი ნაბიჯით წინ არის. მან მხოლოდ არ თქვა რა გააკეთა, არამედ ვიდეო მასალაც აქვს ამის დასამტკიცებლად. Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებასთან ერთად, რომელმაც გაამჟღავნა, რა მოახერხეს კრიმის ღამეში მოჩვენებებმა, ეს ვიდეო მასალა გვიჩვენებს იმ პერსპექტივას, რომელიც უკრაინის რამდენიმე დრონმა დააფიქსირა მიახლოებისას. ვიდეოს პირველ 25 წამში ვხედავთ, როგორ უახლოვდება უკრაინული დრონი რუსეთის სადესანტო ხომალდს და შემდეგ პირდაპირ მოხვდება მას. დრონის მიერ დაფიქსირებული ხედვა წამში ქრებად ქრება, როცა ის აფეთქებად თუ იხცუშებს. შემდეგ მეორე დრონი, მეორე ხომალდი ზუსტად იგივე შედეგით. არც ერთ ამ კადრში არ ჩანს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა ტყვიებს ისვრის ან რაკეტებს უშვებს. თითქოს მოჩვენებებს დაუბრკოლებლად შეეძლოთ რუსეთის ხომალდებზე დარტყმა, რაც კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ პუტინს უბრალოდ არ აქვს საჭირო აღჭურვილობა კირიმის სათანადოდ დასაცავად. როგორც აღმოჩნდა, ეს დაუბრკოლებელი დარტყმის შესაძლებლობა უკრაინის დიდი შრომის შედეგია. და ეს პრობლემაა რუსეთისთვის. უკრაინის ბოლო თავდასხმამ ოკუპირებულ კირიმში წარმოაჩინა გამოფიტვის კამპანია, რომელმაც გაანადგურა ის თავდაცვა, რომელიც რუსეთმა ნახევარკუნძულზე ააგო. როგორც მთავარი პოსტი აღნიშნავს, კირიმი რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და საზღვაო ჰაბი იყო, როგორც უკრაინაში შეჭრის დროს, ასევე იმ 8 წლის განმავლობაში, რაც 2014 წელს რუსეთის მიერ კირიმის უკანონო ანექსიას მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობა კვლავ აღიარებს კირიმს როგორც უკრაინის ნაწილს, მიუხედავად რუსეთის ოკუპაციისა და ნახევარკუნძულის მომავლის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმისა, რომელიც თითქმის უდაოდ არალეგიტიმურია. უკრაინა ახლა მუშაობს კირიმის საბოლოო დეოკუპაციაზე. გარჩით ჩვენთან, რადგან მოგვიანებით ვიდეოში კიდევ ბევრს ვისაუბრებთ უკრაინის კირიმის კამპანიაზე. სანამ ამაზე გადავიდოდეთ, უკრაინას 19 აპრილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ბოლო მოღებული რუსეთის შავ ზღვაზე სამხედრო განლაგებისთვის. როდესაც გემები იწოდა და რადარის სისტემება აჩვენეს, რამდენად უსარგებლონი არიან ისინი სინამდვილეში, სიტუაცია ტილიმის გარეთ გამწოდა. კიდევ ერთ ნავთობის ჰაბს დაარტყეს და ეს ის ჰაბია, რომელსაც უკრაინამ უკვე ერთხელ მიაყენა დარტყმა. 20 აპრილის ანგარიში კიევის პოსტმა გაამჟღავნა, რომ უკრაინა აფართოებს კამპანიას რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დრონების გაგზავნა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და ექსპორტის ჰაბის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რადგან ტუაფსე ერთადერთი შავი ზღვის ექსპორტის ჰაბია, რომელიც რუსეთს აქვს, ტუაფსე ყირიმში მდებარეობს. ის მდებარეობს რუსეთის კრასნოდარის მხარეში, რომელიც ყირიმის აღმოსავლეთითაა და ასევე აქ მდებარეობს ნოვოროსიისკის პორტი, სადაც რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის უმეტესობა გადაიყვანა მას შემდეგ, რაც სევასტოპოლიდან გაიქცა. უკრაინის გენერალური შტაბის მიერ ეს მეორე დარტყმა დადასტურდა, რომლებმაც ასევე Telegram-ზე გაავრცელეს რამდენიმე ფოტო მძვინვარე ხანძრებისა და სქელი კვამლის, რომელიც ახლა რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნავთობგადამამუშავებელ და საექსპორტო ჰაბს ფარავს. კრასნოდარის მხარეში მდებარე ტუაფსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კვლავ დაიბომბა. საწვავის რეზერვუარების პარკზე დარტყმა დაფიქსირდა, რასაც ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა და ეს უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა. დამატებულია კიდევ ერთი მცირე დეტალი, რომელიც ნაკლებად გაშუქდა. უკრაინის დრონებმა ასევე დაარტყეს ნავთობის საცავს ოკუპირებულ ყირიმში. ფარდისკას ნავთობის საცავი ახლა ისეთივე ძლიერად იწვის, როგორც ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელმაც სავარაუდოდ იქ შენახული ნავთობი მიაწოდა. ორივე დათმამ ერთად მნიშვნელოვნად გაართულა საწავის მიწოდება იმ ჯარებისთვის, რომლებიც უკრაინის კონტინენტურ ნაწილში ყავთ განთავსებული. დამატებითი დეტალები მოდის United 24 მედიისგან. ამბობენ, რომ ადგილზე მყოფი მცხოვრებლები უკვე აგზავნიან ფოტოებს, ვიდეოებსა და ანგარიშებს დამოუკიდებელ მედია საშუალებებში, როგორიცაა Astra. ყველა ამ ანგარიში ერთი და იგივე ამბავია. მასიური ხანძრები, კვამლის სქელი ფენები, ტუაფსიში რამდენიმე საწავის საცავი იწვის მასობრივი დრონების იერიშის შემდეგ, რომლის მოგერიებაც რუსეთის საერთოდ არ იყო მზად. ტუაფსიში ხანძრები ასევე ვრცელდება. ხანძარმა ობიექტის 10-მდე საცავი რეზერვუარი დააზარალა. ცეცხლი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც მოედო, რომლის წლიური გადამუშავების სიმძლავრე 12 მილიონი ტონა ნავთობია. ეს არის ობიექტი, რომელიც აწარმოებს ევრო 5-ის სტანდარტების შესაბამის დიზელს, რის გამოც ტუაფსი რუსეთის მთავარი შავი ზღვის ნავთობის საექსპორტო ჰაბი გახდა. ასევე აწარმოებს საწვავ ზეთებს, ავიაციის საწვავს, ბენზინს და სხვა მრავალ ნავთობპროდუქტს, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალებს სჭირდებათ მატერიკზე უკრაინის პოზიციებზე შეტევისთვის. მოკლედ, ტუაფსი რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკრაინამ ეს ძალიან კარგად იცის, სწორედ ამიტომ დაარტყა ამ ობიექტს 9-ჯერ, მას შემდეგ რაც პუტინმა 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. და ამ დარტყმებიდან ერთ-ერთი სწორედ რაფინერიაზე ბოლო თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. 19 აპრილი გამონაკლისი არ ყოფილა. ეს იყო კლასიკური უკრაინული ორმაგი დარტყმის ნაწილი. და სწორედ ასეთ საკითხებს ვაშუქებთ ჩვენ სამხედრო შოუში. ჩვენ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. თუ ჩვენ განირებთ იმ ინფორმაციას, რაც გჭირდებათ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ. ეხლა რუსეთი ძალიან გაბრაზდება 19 აპრილის ტუაფსას დარტყმაზე. ხოლო 3 დღით ადრე რუსეთი იმავე ობიექტზე უკრაინის სხვა თავდასხმას უმკვალდებოდა.
საწვავის აუზები ცეცხლში გაეხვა და ამ თავდასხმის დროს რამდენიმე აფეთქება დაფიქსირდა, რაც იმდენად მასშტაბური იყო, რომ კრასნოდარის აეროპორტის ხელისუფლებას დროებითი თიფრენის შეზღუდვების დაწესება მოუხდა. Kiev Post-ი ავრცელებს, რომ ამ თავდაპირველმა დათმამ ისეთი მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, რომ მის ჩასაქრობად 150-ზე მეტი მეხანძრე და სხვა საგანგებო სამსახურის თანამშრომელი იყო საჭირო. იმ მეხანძრეების სახეზე გამოხატული ემოციები 19 აპრილს შეუფასებელი იქნებოდა. როგორც კი იფიქრეს, რომ უკრაინის მიერ გამოწვეული ხანძარი უკვე კონტროლქვეშ ჰქონდათ, ზემოდან დრონების ბზუილმა აჩვენა, რომ ყველაფერი თავიდან მოუწევდათ. თუ აფსი სამიზნეა და ჩანს, რომ უკრაინა ისევ დაარტყამს, სანამ პუტინი არ მიხვდება, რომ შავი ზღვის ნავთობის ექსპორტის ჰაბის გამოყენება აღარ შეიძლება. რაც თუ აფსის დარტყმაში ვხედავთ, არის ის, რომ უკრაინა უფრო ღრმად მიდის თავის ორმაგ სტრატეგიაში. რუსეთის შავი ზღვიდან განდევნოს და რუსულ ნავთობის სექტორზე მეტი ზეწოლა მოახდინოს. უკრაინის დრონებს ტუაფსამდე მისასვლელად ყირიმის თავზე ან გარშემო უნდა გაევლოთ. ეს გარდაუვალია. რაც უნდა ხდებოდეს არის ის, რომ რუსეთის რადარის სისტემები ამ დრონებს უნდა აფიქსირებდეს. შემდეგ კი საჰაერო თავდაცვა მათ წიდან ჩამოაგდებს. მაგრამ ეს არ ხდება. უკრაინის დრონები როგორც ყირიმს ურტყამენ, ასევე პირდაპირ მასაც ცდებიან, რაც მიუთითებს, რომ პუტინის ნახევარკუნძულზე თავდაცვაში სერიოზული ხარვეზები ჩნდება. რაც შეეხება ნავთობს, უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა რუსულ ნავთობს ურტყამს. თუმცა უკრაინამ გააძლიერა დარტყმები მარტის ბოლოდან, სავარაუდოდ იმიტომ, რომ აშშ-მ დროებით მოხსნა სანქციები რუსული ნავთობის ექსპორტზე, ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე არეულობის ფონზე. უკრაინამ სანქციების შეჩერებას უპასუხა რამდენიმე კვირიანი შეტევებით, რის შედეგადაც რუსული ნავთობის საექსპორტო ჰაბები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის. მიზანი ორმაგია. პირველ რიგში, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვანელი კირილო ბუდანოვი აღნიშნავს, უკრაინა ამ დარტყმებით ცდილობს აჩვენოს, რომ მშვიდობის მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მას ჯერ კიდევ ბევრი ბერკეტი აქვს. რუსეთს სურს შექმნას ნარატივი, თითქოს უკრაინა უკვე ამოწურული ძალაა. ეს რთულია, როცა შენი გემები იძირება, რადარები ნადგურდება და ნავთობის ინფრასტრუქტურა იწვის უკრაინული დრონების შედეგად. მეორეც, უკრაინას სურს დარწმუნდეს, რომ რუსეთი ვერ მიიღებს ისეთ სარგებელს, როგორცაც პუტინი ისურვებდა ნავთობის ფასების შოკის ფონზე, რომელიც ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგად ირანში წარმოიშვა. რუსეთს ახლა ნავთობის ფულით უნდა ევსებოდა ჯიბეები. ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ გამოიწვია ის, რომ რუსული ურალის ნავთობი სულ რამდენიმე კვირის წინ თითქმის $100-მდე ავიდა ბარელზე, რაც უკვე საშიშად მაღალი ფასია. ისეთი დარტყმები, როგორიც თუ აფსიში ვიხილეთ, უკრაინისთვის წარმატებული აღმოჩნდა. New Voice of Ukraine-ის ცნობით, რუსეთს ნავთობის ტერმინალებისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაწვა ყოველდღიურად $100 მილიონი უჯდება ნავთობის შემოსავლებში. ეს ყველაფერი შემოსავალია, რომლის დაბეგვრასაც პუტინი ელოდა, რათა მეტი ფული მიეღო თავისი საომარი მანქანისთვის. ამის ნაცვლად რუსეთი ახლა ყოველთვიურად $3 მილიარდი ნავთობის შემოსავლის დეფიციტს აწყდება, რაც გაგრძელდება იმდენხანს, რამდენხანსაც უკრაინა გადაწყვეტს შეინარჩუნოს რუსეთის ნავთობზე თავდასხმების ის დონე, რაც ბოლო რამდენიმე კვირაში ვიხილეთ. მაგრამ მოდით ისევ ყირიმსა და შავ ზღვას დაუბრუნდეთ. ადრე გითხარით, რომ ყველაფერი, რაც 19 აპრილს მოხდა, იყო უფრო დიდი უკრაინული კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიც ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაციის უზრუნველყოფაა. უკრაინამ გააცნობიერა, რომ ვერ შეძლებს ნახევარკუნძულზე სახმელეთო კონტრშეტევას. მათ მოუწევთ ჯარების გაგზავნა ვიწრო ადგილებში, სადაც ადვილად გახდებიან საარტილერიო და საჰაერო დარტყმების სამიზნე. ამიტომ უკრაინა გრძელვადიან სტრატეგიას იყენებს. რუსეთის ყირიმისა და შავი ზღვის თავდაცვითი შესაძლებლობების თანდათანობით შესუსტებით, უკრაინა ყირიმის ნახევარკუნძულს რუსი მოსახლეობისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ, აუტანელ ადგილად აქცევს. ჩვენ ნახეთ საინტერესო ცვლილება იმაში, თუ როგორ ეპყრობიან რუსი ხალხი და ჯარისკაცები ყირიმს, მას შემდეგ რაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეიჭრა. ომის ადრეულ წლებში ყირიმი ერთგვარ უსაფრთხო თავშესაფრად მიიჩნეოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას უკრაინის ძირითად ტერიტორიასთან ადარებდნენ, სადაც ბრძოლის ძირითადი ნაწილი მიმდინარეობდა. ნახევარკუნძული უკრაინული რაკეტებისა და დრონების მოქმედების არეალის მიღმა იყო. იმ ეტაპზე ომის დროს ეს იარაღები შავ ზღვაში ახდენდნენ გავლენას. საბოლოოდ ჩვენ დავინახავდით, რა შეძლებდნენ ისინი თავად ყირიმში. მაინც, თუნდაც 2024 წლის იანვარში Business Insider-ი იუწყებოდა რუსი ჯარისკაცების მთელ პლატონებზე, რომლებიც ტოვებდნენ ფრონტის ხაზს და ცდილობდნენ ყირიმში გაქცევას. საშუალო რუსის აღქმა ყირიმის მიმართ იყო, რომ იქ უსაფრთხოდ იყო. ეხლა კი ასე აღარ არის. სულ რაღაც წელიწადზე მეტი გავიდა და ეხლა ყირიმი იმ ადგილიდან, სადაც ადრე თავს აფარებდნენ, გადაიქცა ადგილად, საიდანაც რუსები გადები გარბიან. 2025 წლის აპრილში RBC Ukraine-მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინულმა პარტიზანულმა ჯგუფმა არტეშმა აღმოაჩინა, რომ რუსი ოფიცრები და მათი ოჯახები მასობრივად გარბიან ანექსირებული ნახული ნახევარკუნძულიდან. შავი ზღვის ფლოტის უფროს ოფიცრებში პანიკა სუფევდა. ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება სწრაფად გაქცეულიყვნენ. რა თქმა უნდა, ყირიმში განლაგებული რიგითი ჯარისკაცები უბრალოდ მსხვერპლად გაიღეს. რუსეთის არმიის ყველა რიგითისთვის უფროსი ოფიცრების გარდა შვებულება გაუქმებული იყო, ხოლო ქუჩებში პატრულები მოძრაობდნენ, რომლებიც თვალს ადევნებდნენ ყველაფერს, დეზერტირებიდან დაწყებული პოტენციური დივერსანტებით დამთავრებული. უსაფრთხო თავშესაფარის საფრთხის ზონა ბიქცა. ეს ცვლილება პირდაპირ უკავშირდება უკრაინის კამპანიას ყირიმში, ოკუპანტი ძალების წინააღმდეგ. თუ სახმელეთო შეჭრა შეუძლებელია, უკრაინა მიწასთან გაასწორებს იმ თავდაცვით სისტემებს, რომლებიც პუტინმა ყირიმში დაამყარა.
ამ პროცესში კი აჩვენებს ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს. იქნება ეს რუსი ჯარისკაცი თუ სამოქალაქო პირი, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვონ იქაურობა. მეზღვაურები, რომლებმაც ახლახან პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა განუვითარდათ მას შემდეგ, რაც ორი მათი სადესანტო ხომალდი გაანადგურეს, მხოლოდ დასაწყისია. და რუსეთი ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს. მასობრივი გაქცევა ყირიმიდან შეიძლება მალე დაიწყოს, რადგან რუსეთი შესაძლოა მალე კიდევ უფრო დაამძიმოს ის პრობლემები, რასაც უკრაინა ქმნის ყირიმში მცხოვრებთა იძულებითი მობილიზაციით. ამის შესახებ განაცხადა დმიტრო პლეტენჩუკმა, რომელიც უკრაინის საზღვაო ძალების პრესპიკერია. მან 23 მარტს TSN English-თან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის სამხრეთის თავდაცვის ძალები 1 აპრილიდან დაიწყებენ ყირიმში მობილიზებული მოსახლეობის უშუალო საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ. ეს არაფერი ახალი, ამტკიცებს პლეტენჩუკი და აღნიშნავს, რომ უკვე რამდენიმე ასეული ყირიმელია მსხვერპლი რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ. რაც შეეხება პირდაპირ ძალით მობილიზაციას, ეს სრულიად მოსაოდნელია. თუ ეს უკვე ხდება ოკუპირებულ ზაპორიჟიასა და ხერსონში, მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს ყირიმშიც, ამატებს პლეტენჩუკი. მოდით ეს გავარკვიოთ. უკრაინამ უკვე გადააქცია ყირიმი უსაფრთხო თავშესაფრიდან, საფრთხის რუსეთისთვის. ეხლა პუტინი აძლიერებს ზეწოლას და იძულებით ახდენს იმ ადამიანების მობილიზებას, რომლებიც რუსეთიდან გადავიდნენ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რათა კრემლს დაეხმარონ უკანონო კონტროლის გამყარებაში. რას ფიქრობს პუტინი? რა შევექსელოდება ამით? მალე აღარ იქნებიან მხოლოდ ოფიცრები, ვინც ცდილობს ყირიმიდან რაც შეიძლება შორს წავიდეს. მოქალაქეებს და რეზერვისტებსაც მოუნდებათ იქიდან გაქცევა. და ვინც არ წავა, ისინი უკრაინაში აღმოჩნდებიან, სადაც ფრონტის ხაზზე მისვლის შემდეგ გარდაულად განადგურდებიან. აქ მთავარი აზრი მარტივია. როცა ყირიმში ნაკლები რუსი იქნება, პუტინის კონტროლი ნახევარკუნძულზე დასუსტება. უკრაინა ამ ფაქტს იყენებს და ყირიმს უკრაინის ომში ნაცრისფერ ზონად აქცევს. ის, რაც რუსეთისთვის ძალის წყარო უნდა ყოფილიყო, პუტინის ერთ-ერთ უდიდეს სისუსტედ იქცა, სტრატეგიულ პრობლემად, რომელიც უკრაინის ახალი თაობის დრონებისა და რაკეტების მოსმოქმედების ზონაშია და უბრალოდ ისევ და ისევ დაიბომბება. ყირიმს რუსეთის მატერიკთან დამაკავშირებელი კერჩის ხიდი უკრაინის მრავალჯერადი დარტყმებით მოწყვეტი აღმოჩნდა. შავი ზღვის ფლოტი თითქმის აღარ წარმოადგენს ფაქტორს შავ ზღვაში. ყირიმში ყოველ კვირას ნადგურდება რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ნავთობისა და მხედრო ობიექტები. ის, რაც ოდესღაც რუსეთის სამხრეთის ყველა ოპერაციის ბაზა იყო, ეხლა პუტინის რესურსების ამომწურავ წყაროდ იქცა. New Eastern Europe ამბობს, რომ რუსეთს ყირიმში ჯერ კიდევ დაახლოებით 150,000 ჯარისკაცი ყავს განთავსებული. ისინი ელოდებიან სახმელეთო შეტევას, რომელიც უკრაინიდან არ მოვა და ვერ გადადიან მატერიკზე, რადგან უკრაინა მათ გემებს ანადგურებს. ისინი ფაქტობრივად უსარგებლონი არიან. თავდაცვითი სახმელეთო ძალა, რომელიც დრონებსა და რაკეტებს ებრძვის, რომლებსაც ვერ აჩერებს. ეხლა რუსეთი ყირიმში ჩაკეტილ წრეშია. ნახევარკუნძულზე დასაცავად ძალიან ბევრი რამ აქვს, მაგრამ არ ყოფნის იმ ტიპის რესურსები, რაც რეგიონის ყველაზე ღირებული ობიექტების დასაცავად სჭირდება. უკრაინა თანდათან ანადგურებს საჰაერო თავდაცვას, რაც ქმნის უსაფრთხო საჰაერო დერეფნებს იმ ტიპის თავდასხმებისთვის, როგორიც 19 აპრილს ვიხილეთ. თუ რუსეთი ყირიმში მეტ თავდაცვას გაგზავნის, მისი ძალები მატერიკზე დასუსტება. თუ ეს თავდაცვა უკრაინის შიგნით დარჩება, ყირიმი უფრო დაუცველი ხდება ყოველი დრონით თავდასხმის შემდეგ. ეს არის უკრაინის სტრატეგიის გენიალურობა შავ ზღვაში. ჯარისკაცების გაგზავნის გარეშე მან დაასუსტა პუტინის კონტროლი ყირიმსა და შავ ზღვაზე. განთავისუფლება ყოველთვის არ ნიშნავს ჯარების თავდაცვაზე შეტევას. ის შეიძლება იყოს შედეგი თანმიმდევრული კამპანიისა, რომელმაც გააძევა სწორედ ის ადამიანები, ვინც თავდაპირველად დაიკავა ეს ტერიტორია. უკრაინის შორმანძილზე გახორციელებულმა დარტყმებმა უკვე გააძევა შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ნაწილი, იმ წყლებიდან, რომელმაც ამ ფლოტს სახელი მისცა. ყირიმში თითოეული თავდასხმა პორტებსა და სამხედრო ობიექტებზე, ისევე როგორც ნავთობის ხანძრები, რომლებიც რუსეთის მატერიკიდანაც ჩანს, გზავნის შეტყობინებას. წადით, სანამ შეგიძლიათ, უკრაინა გაჩერებას არ აპირებს. მობილიზაციის მოახლოების ფონზე პუტინმა შეიძლება მალე აღმოაჩინოს, რომ უფრო მეტი რუსი დაიწყებს ამ შეტყობინების გათვალისწინებას, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდა. უკრაინის დეოკუპაციის კამპანია ყირიმით არ სრულდება. მატერიკზე, განსაკუთრებით კი სამხრეთში, უკრაინა უფრო ტრადიციული გზით ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს. უკრაინის შორმანძილზე მოქმედმა დრონებმა ცეცხლი გააჩინეს. ახლა ეს ჯოჯოხეთი რუსეთში მძვინვარებს. რუსეთის ისტორიაში, რუსეთის ნავთობი ისტორიაში არასდროს დამწვარა ამ მასშტაბით. შედარებაც კი არ შეიძლება. დარტყმის შემდეგ უკრაინა უშვებს უზარმაზარ ცეცხლის ქარიშხალს, რომელსაც რუსეთი ვერ აკრობს. საკვანძო ობიექტები მთლიანად დაეწვა. უკრაინამ შეუძლებელი შეძლო. რაც შეეხება რუსეთს, ახლა ის უყურებს მომავალს, სადაც ნავთობი ვეღარ იქნება ის გადამრჩენი საშუალება, რაც ადრე იყო. პირველ რიგში გადავდივართ 18 აპრილის ღამეს. იმ დღეს უკრაინამ რუსულ ტერიტორიაზე დრონების მასიური შეტევა განახორციელა. ყველა მათგანს ერთი ტიპის სამიზნე ჰყავდა: ნავთობის ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსეთს სიცოცხლეს უნარჩუნებდა. როდესაც პუტინის შეჯრა უკრაინაში მეხუთე წელს შედის, ამ ღამეს უკრაინისგან არაფერი იყო დაცული.
სამარის რეგიონში ორ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონები დაესხმენ თავს. სანქციები, რომლებსაც უკრაინა აწესებს, რათა დამატებითი ზიანი მიაყენოს რუსეთს იმ ზიანთან ერთად, რაც ტრადიციულმა სანქციებმა უკვე მიაყენეს. ციზრანის და ნოვოკუიშევსკის ქარხნები იწვის. ორივე ობიექტზე ხანძარია, ხოლო უფრო დასავლეთით ლენინგრადშიც ხანძრის შესახები უწყებია. უკრაინის დრონებმა დაარტყეს Arpik Vysotsq Lukoil 2-ის ნავთობის ტერმინალს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთისთვის ბალტიის ზღვის პორტებიდან ნავთობის ექსპორტში. და ბოლოს კრასნოდარის რეგიონს მოუწია უკრაინის დრონებთან გამკლავება, როდესაც ისინი ტიხორეცკის ნავთობის სატუმსადგურს მიემართებოდნენ. რაც არ უნდა საჰაერო თავდაცვა დაეყენებინა რუსეთს კრასნოდარში, ვერ იმუშავა. უკრაინის დრონებმა კიდევ ერთი პირდაპირი დარტყმა მიაყენეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც მოსალოდნელი იყო, დუმს უკრაინის რუსეთის მასშტაბით განხორციელებული იერიშებზე ამ ნავთობის ობიექტებზე. ვერც კი მოიფიქრა ის ჩვეულებრივი საბაბი დრონების ნამსხვრევებზე, რასაც ხშირად ვისმენთ, როცა უკრაინის დრონები ასეთ დიდ ზიანს აყენებენ. ამის ნაცვლად სამინისტრომ მხოლოდ ითქვა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ 18 აპრილის ღამეს 258 უკრაინული დრონი გაანადგურა, მათ შორის რამდენიმე იმ რეგიონებში, რომლებიც ახლა იწვის. Twin იცის, იქნებ რუსეთმა მართლაც გაანადგურა უკრაინის ზოგიერთი დრონი, მაგრამ თუ ასე იყო, აშკარად საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ რუსეთი შეეჩერებინა. უკრაინის გენერალურმა შტაბმა ტელეგრამის საშუალებით გამოაცხადა თავისი წარმატებული დარტყმების შესახებ, დააჩვენა, რომ რუსეთს მათი უარყოფა აღარ შეუძლია. ყველა ობიექტი ჩართულია რუსი ოკუპანტების შეიარაღებული ძალებისთვის მომარაგებაში, განაცხადა გენერალურმა შტაბმა, როდესაც დარტყმების ადგილებიდან გადაღებული ფოტოები გაავრცელა. ყოველი ფოტო ერთსა და იმავეს აჩვენებს. სქელი შავი კვამლის ღრუბლები, რომლებიც რუსული ნავთობ ობიექტებიდან ამოდის. ობიექტებიდან იდა, რომლებსაც აშკარად რაღაც ძლიერმა აფეთქებითა და ცეცხლით დაარტყა. უკრაინა ჯერ კიდევ აფასებს ზიანს და ცდილობს სუსტად დაადგინოს, რა დააზიანა ამ ობიექტებზე. თუმცა ეჭვი არ არის, რომ კიდევ უფრო მეტი რუსული ნავთობი იწვის და სწორედ ამას უწევს პუტინს გამკლავება. დარტყმების ეს სერია მხოლოდ ბოლო მაგალითია მუდმივად ესკალირებადი კამპანიისა, რომელიც უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ წამოიწყო. ეს კამპანია სერიოზულ პრობლემებს უქმნის რუსეთს, რაზეც მალე ვისაუბრებთ. მანამდე ხომ არ გეგონათ, რომ უკრაინა 18 აპრილს დაასრულებდა რუსული ნავთობგადამამუშავებელი და სხვა ნავთობის ობიექტების დარტყმებს? იმის გარდა, რომ უკრაინამ პუტინის ტერიტორიაზე საწვავისა და ნავთობის ობიექტებს დაარტყა, უკრაინული დრონები მიზანში იღებდნენ ოკუპანტ ძალებსაც, რომლებიც რუსეთმა მარიუპოლში შეიყვანა, ქალაქში, რომელიც რუსეთს ომის უმეტეს ნაწილში ოკუპირებული აქვს. უკრაინის საშუალო რადიუსის დრონებმა პირდაპირი დარტყმები მიაყენეს ზეთისა და საწვავის საცავებს, რომლებიც რუსეთის ძალებს სჭირდებათ. ყველაფრისთვის, ტექნიკის მოვლიდან დაწყებული, იმ მანქანების მუშაობით დამთავრებული, რომლებსაც უკრაინულ პოზიციებზე შეტევისთვის იყენებენ. აქ კავშირი მარტივად ჩანს. უკრაინა ანადგურებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რომლებიც ამ პროდუქტებს რუსეთში აწარმოებენ და თავად პროდუქტებს ანადგურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ორმაგი დარტყმა რუსეთის სახმელეთო სტრატეგიაზე და ნიშნავს, რომ რუსეთის ქვეითებს დიდი ხნის განმავლობაში არ ექნებათ საწვავზე და საფოხ მასალებზე წვდომა. მარიუპოლის სექტორში უკრაინამ შეძლო დრო გამოენახა და დაერტყა ნავთობთან დაუკავშირებელ სამიზნეებს, მანგუშსა და გრაფსკაში, რომლებიც ორივე დონეცკის რეგიონში მდებარეობს. უკრაინის დრონებმა გაანადგურეს რუსეთის სარემონტო დანაყოფები. იგივე გააკეთეს ზაპოროჟიეს სექტორშიც, სადაც მათ დაარტყეს დანაყოფებს ტოკმაკის რაიონში. რასაც აქ ვხედავთ, ეს არის უკრაინის აღზევება გრძელდისტანციური დრონების ძალად, რომელიც მასშტაბით რუსეთს უტოლდება და პუტინის მრჩეველთა წრეს აღემატება. რაც შეეხება იმ სამიზნეების სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომლებსაც ურტყამენ, რუსეთი კმაყოფილია, რომ უკრაინაში თითქმის ყველაფერს ესვრის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობაში შიშს იწვევს. უკრაინა ბევრად უფრო კონცენტრირებულია. ის ისევ და ისევ ესვრის რუსეთის ნავთობის ობიექტებს თავად რუსეთში და ასუსტებს პუტინის სამხედრო ძალას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ცეცხლი, როგორც რუსეთს აქამდე არასდროს უნახავს, ახლა მძვინვარებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის ტერმინალებში ქვეყნის მასშტაბით. და უკრაინას კიდევ უფრო მეტი ჰქონდა მზად. სულ რამდენიმე დღეში 20 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ დაარტყა ტუაფსეს ნავთობ ტერმინალს, რომელიც შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ლოგისტიკური არტერია. ეს იყო უკრაინის მეორე დარტყმა ამ პორტზე, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში. და მან კიდევ ერთხელ გამოიწვია უზარმაზარი ხანძარი, რომელიც გაჩნდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეძლო ჩაეკრო მსგავსი ხანძარი, რომელიც 16 აპრილის დარტყმას მოჰყვა. თუაფსიში ასევე მდებარეობს რუსეთის კიდევ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ყოველდღიურად შეუძლია 240,000 ბარელი ნედლი ნავთობის გადამუშავება. თუ აქ გარკვეულ კანონზომიერებას ამჩნევთ, მარტო არ ხართ. უკრაინა აქტიურად ცდილობს რუსეთის რაც შეიძლება დიდ ნაწილს გადაჰფაროს ერთგვარი შავი ბურუსით. ეს გზავნილია პუტინის ხალხისთვის. თქვენს პრეზიდენტმა დაიწყო ომი, ეხლა ეს ომი თქვენს კართან მოდის. ასევე არის გარკვეული დროის შერჩევის ელემენტი უკრაინის 18 და 20 აპრილის დარტყმებში რუსეთის ნავთობის ობიექტებზე. 18 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა გაახანგძლია პაუზა ამერიკულ სანქციებზე, რომლებიც პუტინის შეჭრის დასაწყისიდან რუსეთის ნავთობის გადაზიდვებს ეხებოდა. ეს გაგრძელება მოჰყვა სანქციების პაუზას, რომელიც აშშ-მ დააძესა. ნავთობის ფასის შოკები, რომლებიც გამოწვეული იყო ჰორმუზის სრუტის ბლოკადით, რაც ირანმა განახორციელა ოპერაცია ეპიკური რისხვის პასუხად,
ეს სანქციების პაუზა გაგრძელდება 30 დღის განმავლობაში და ის გამოცხადდა ზუსტად 2 დღის შემდეგ, რაც ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესონმა განაცხადა, რომ აშშ-ში არ გაახანგრძლივებდა თავის პაუზას. უკრაინა არ იქნება კმაყოფილი ამ ამბის გაგებით, თუ რუსეთს მისცემენ საშუალებას შეუფერხებლად გაყიდოს თავისი ნავთობი. ეს ნიშნავს ასობით მილიონს თუ არა მილიარდობით დოლარს, რომელიც რუსეთში შევა და რომელსაც პუტინი დაბეგრავს, რათა დააფინანსოს თავისი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ასე რომ მარტივად შეიძლება ითქვას, რომ დრონები დაფრინავენ რუსეთში და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ასე ძლიერად იწვის, იმიტომ რომ უკრაინას უნდა სანქციების მოხსნას მნიშვნელობა დაუკარგოს. შენი გემები შეიძლება დაცურავდნენ პუტინ, მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს, როცა ის ნავთობი რაც უნდა გადაგქონდეთ, აღარ არსებობს. ამ ეტაპზე შეიძლება გაიფიქროთ, ნიშნავს თუ არა ის, რაც უკრაინამ 18 აპრილს გააკეთა და ასევე 20 აპრილის შეტევა ტუაფსიზე, იმას რომ რუსული ნავთობი ასე არასდროს დამწვარა. საბოლოოდ ეს ხომ არ არის ისე თითქოს უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები ახალი რამ იყოს. 2025 წელს ჩვენ ვიხილეთ ასეთი ტიპის დარტყმების გამწვავება. ამაც გამოიწვია წელი, როდესაც უკრაინამ 120 შეტევა განახორციელა რუსეთის ენერგოობიექტებზე, საიდანაც 91 ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეეხო. წლის ბოლოსთვის რუსეთმა 13 მილიარდი დოლარი დაკარგა ასეთი ტიპის დარტყმების შეტყმების შედეგად. ნამდვილად ეს სტრატეგია ახალი არ არის, მაგრამ ბოლო თავსატეხში ერთი ნაწილი ჯერ კიდევ არ გაგვიმჟავნებია. 5 დარტყმა, რომელიც აქამდე განვიხილეთ, მხოლოდ უახლესია იმ დარტყმებიდან, რაც უკრაინამ განახორციელა. მას შემდეგ, რაც აშშ-ში მარტში პირველად გამოაცხადა რუსეთზე სანქციების შეჩერება, უკრაინა კვლავ და კვლავ ურტყამს რუსეთს, რაც ნამდვილ ქარიშხალს იწვევს. ისეთ რამეს, რასთანაც პუტინს აქამდე საქმე არ ქონია. ეს მთლიანად ცვლის ყველაფერს უკრაინის მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, სწრაფად შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ამაზე ბევრად მეტი გვაქვს თქვენთვის, ასე რომ თუ არხი თქვენთვის საინტერესოა, აუცილებლად გამოიწერეთ. ასე რომ 18 აპრილის მოვლენები მხოლოდ აისბერგის წვერია. თუ ზედაპირს ქვეშ ჩახედავთ, დაინახავთ უკრაინული დარტყმების დამანგრევო კამპანიას, რომელიც რუსეთის ნავთობის ინდუსტრიას სერიოზულად აზიანებს. წავიდეთ ბალტიის რეგიონში. უკრაინამ ლენინგრადში ნავთობის ტერმინალის განადგურებით მხოლოდ მცირე წარმოდგენა მოგცა იმ ჯოჯოხეთზე, რომელიც ამ ქვეყანამ ბოლო 1 თვის განმავლობაში რუსეთის ამ დასავლეთ რეგიონს დაატეხა თავს. მარტის 31-ისთვის BBC იუწყებოდა, რომ უკრაინამ მრავალჯერადი დარტყმები განახორციელა ლენინგრადის რეგიონის 3 ნავთობის ობიექტზე, მათ შორის ხარიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და რუსეთის მნიშვნელოვანი შავი ზღვის პორტებში, უსლუგასა და პრიმორსკში. ამ პორტებზე მოდის რუსეთის ნავთობის ექსპორტის 42%, როგორც არ ნიშნავს გამოცემა. ორივე პორტში ინფრასტრუქტურა დაზიანდა და საცავი ავზები დაიწვა. უკრაინის მარტის დარტყმების შედეგად პრიმორსკსა და უსლუგაში თითოეულში 8 ავზი დაიწვა, ხოლო პორტები სხვადასხვა დროს დაიხურა, რადგან ხელისუფლება ცდილობდა ზიანის აღმოფხვრას. უკრაინის დარტყმებმა ისეთი მასშტაბი შეიძინა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი მოგვიანებით განაცხადა, უკრაინის ზოგიერთმა მოკავშირე ქვეყანამ უკრაინას თხოვეს შეემცირებინა თავდასხმები. ზელენსკი არ გაამჟღავნა, ვინ გააკეთა ეს თხოვნა, რომელიც სავარაუდოდ ჰორმუზის სრუტეში შექმნილი მდგომარეობის გამო ნავთობის ფასების ზრდას მოჰყვა. მაგრამ 18 აპრილი ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინა არავის გამო არ ჩერდება. ის არ დაუშვებს, რომ ათასობით მილის დაშორებით მიმდინარე მოვლენებმა ყურადღება გადაუტანოს და ხელი შეუშალოს რუსეთისთვის ზიანის მიყენებაში ყველა შესაძლო გზით. და უკრაინა ნამდვილად არ დაუშვებს, რომ რუსეთმა ისარგებლოს როგორც სანქციების მოხსნით, ასევე ნავთობის მაღალი ფასებით. ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ანალიტიკოსმა ბორის ახენშტეინმა უკვე დაასახელა ის, რასაც უკრაინა ლენინგრადის რეგიონში აკეთებს, როგორც ყველაზე სერიოზული საფრთხე რუსული ნავთობის ექსპორტისთვის, ომის დაწყების შემდეგ. ეს არის მთელი აზრი. თუ დასავლეთი არ გააკეთებს საკმარის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით და აშშ-ში დროებით შეაჩერებს თავის სანქციებს, მაშინ უკრაინა თავად მიიღებს ომებს. უკრაინა სწორედ ამას აკეთებს მარტის შუა პერიოდიდან. რაც 18 აპრილს ვიხილეთ, უბრალოდ სტრატეგიული დაბომბვის კამპანიის გაგრძელება იყო, რომელსაც უკრაინა ახლა ახერხებს, რადგან მას აქვს გრძელდისტანციური დრონების ძლიერი მარაგი. ეხლა დარტყმები გრძელდება. უკვე ვახსენეთ ტუაფსი, რომელსაც უკრაინამ გასულ კვირაში 2 ჯერ დაარტყა. 5 აპრილს უკრაინამ ასევე დაარტყა ლუკოილის კუთვნილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კოსტოვოში, რასაც მოჰყვა კიდევ ერთი დარტყმა ნავთობის ტერმინალზე, თქვენ სწორად გამოიცანით, ლენინგრადში. ეს არის უკრაინული ცეცხლოვანი შტურმი, დრონების უწყვეტი შეტევა, რომელსაც რუსეთი სრულად ვერ აჩერებს და რომელიც პუტინის ტერიტორიაზე მასიურ ხანძრებს იწვევს. როცა ვამბობთ, რომ რუსეთი ასე არასდროს დამწვარა, სწორედ ამას გულისხმობთ. 18 აპრილი უბრალოდ უკრაინის მხრიდან ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო იმ ხელა ხანძრისთვის, რომელიც ემუქრება ერთადერთ ინდუსტრიას, რომელიც კვებავს ომის მანქანას, რომელიც პუტინმა უკრაინაში გაგზავნა. რაც შეეხება რუსეთის პასუხს ამ ყველაფერზე, ხომ იცით, ეს ნამდვილად კმაყოფილი არ იქნება, არა? სტანდარტული უარყოფებისა და განცხადებების გარდა თითქოს უკრაინის მიერ გაგზავნილ ყველა დრონს აგდებს, რუსეთი პანიკაშია და ასეც უნდა იყოს. უკრაინის თავდასხმებს უზარმაზარი გავლენა აქვს, რაც არსებულ პრობლემას რუსეთის არმიისა და ეკონომიკისთვის კატასტროფად აქცევს. ორივეს მალე დაუბრუნდებით. ჯერ კი რუსეთის პანიკაზე ვისაუბროთ. კრემლში უკვე ცდილობენ პუტინის გაფრთხილებას, რომ უკრაინას შორმანძილზე მოქმედი დრონების მიმართულებით წინ მიიწევს. ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი სერგეი შოიგუ ერთ-ერთი ასეთია.
ის ამტკიცებს, რომ უკრაინაში დრონების განვითარება იმდენად წინ წავიდა, რომ რუსეთის შიგნით არც ერთი რეგიონი აღარ არის უსაფრთხო უკრაინული თავდასხმებისგან. უკრაინის დრონებს შეუძლიათ ასობით და ზოგჯერ 1000-ზე მეტ მილზე გადაადგილება, რათა მიაღწიონ საჭირო ადგილს. და უკრაინა ამ დრონებს ისეთი დიდი რაოდენობით აწარმოებს, რომ ყოველთვის შეუძლია ხელახლა სცადოს თუ რომელიმე თავდასხმა არ გამოუვა. უკრაინა ახლა იმ ეტაპზეა, როცა უფრო მეტ საზღვრის გაღმა თავდასხმას ახორციელებს რუსეთზე, ვიდრე რუსეთი უკრაინაზე. მარტში უკრაინამ რუსეთს თითქმის 900 დრონით აჯობა. სიგიჟეა, მარტში უკრაინის 7357 დრონი რუსეთის ტერიტორიაზე შევიდა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით ჩამოაგდეს. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და საწყობები რომ იწვის, ეს სულ სხვა ამბავს გვიყვება, რადგან უკრაინამ აშკარად შემოატრიალა სიტუაცია ომის იმ სფეროში, სადაც ადრე რუსეთს აშკარა უპირატესობა ჰქონდა. მასშტაბური დარტყმები ახლა უკრაინის სტრატეგიის მთავარ ნაწილად იქცა. რაც შეეხება კრემლს, მან იცის, რომ ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია უკრაინის შესაჩერებლად. აი სწორედ აქ იწყება პანიკა. იციან, რომ ნებისმიერი მცდელობა დაემუქრონ უკრაინას, რათა მან არ გამოიყენოს თვითონ შექმნილი დრონები, უშედეგო იქნება. პუტინის პროპაგანდისტებმა ყურადღება უკრაინის ევროპელ პარტნიორებზე გადაიტანეს. გაფრთხილებები გაიცა. რუსეთი ევროპაზე გადაიტანს ყურადღებას თუ არავინ შეაჩერებს უკრაინას რუსულ ნავთობ ობიექტებზე თავდასხმებისგან. რასურს რეალურად რუსეთს გაურკვეველია. მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ შედეგები იქნება გაუთვალისწინებელი. თუ ვივარაუდებთ, რომ პუტინი მის ჩვეულ სტილს მიყვება, ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებული არაფერი მოხდება, მაგრამ ის კვლავ გააგრძელებს დრონებისა და გემების გაგზავნას ნატოს ტერიტორიაზე. ყოფილმა რუსეთის პრეზიდენტმა და პუტინის ცნობილმა მაამებელმა დმიტრი მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა შეადგინა პოტენციური სამიზნეების სია ევროპაში რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებზე, რომლებმაც უკრაინასთან ერთობლივი წარმოების შეთანხმებები გააფორმეს. ამ მუქარათაგან არც ერთს არ აქვს ის გავლენა, რაც რუსეთს სურს ჰქონდეს. უკრაინის ევროპელი პარტნიორებისთვის თითქმის ახალი ამბავი არ არის, რომ რუსეთს სამიზნეების სია აქვს. მათაც ექნებათ საკუთარი სია რუსული სამიზნეების. ეს მუქარები ისეთივე უძლურია, რამდენადაც მოუხეშავად შენიღბული. რუსეთს კარგად ესმის, რომ არაფერი, რასაც იტყვისან გააკეთებს, ვეტყვისან გააკეთებს, ვერ შეაჩერებს უკრაინას, რომ კიდევ მეტი დრონი გაუშვას მის ტერიტორიაზე. პუტინი იმკის იმას, რაც დათესა 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, როცა შაჰედის ტიპი დრის დრონებითა და რაკეტებით ტერორიზებდა უკრაინას. ეხლა როცა რუსეთი საკუთარ წამალს აგემოვნებს, პუტინი წუწუნებს და იმუქრება, მაგრამ ვერაფერს აღწევს. ეს თავისთავად დამამცირებელია რუსეთისთვის. ის ვერ აჩერებს უკრაინის დრონებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს. გარკვეული ვეფხვი ქაღალდის ვეფხვი აღმოჩნდა. რუსეთი ამ ყველაფრით უკმაყოფილოა. მაგრამ სანამ კრემლი ცდილობს ირიბად შეაჩეროს უკრაინა, ზეწოლას ახდენს ქვეყნის ევროპარტნიორ პარტნიორებზე. მას ასევე უწევს გაუმკლავდეს უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის დაბომბვის შედეგებს. პირველ რიგში არის ფული. 18 აპრილის ანგარიშში, რომელიც ზუსტად ემთხვევა იმ 4 დარტყმას, რომლებმაც რუსეთში კიდევ უფრო დიდი ხანძარი გამოიწვია. უკრაინა ფორმა გაამჟღავნა, რომ უკრაინამ რუსეთის ნავთობის გადაზიდვები დღეში დაახლოებით 880,000 ბარელით იძულებით შეამცირა. ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად რუსეთის საომარი ბიუჯეტიდან 100 მილიონი დოლარი იკარგება. და ეს რიცხვი სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან უკრაინა უფრო მეტ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ნავთობ ტერმინალს ურტყამს. ვლადიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ მარტში უკრაინამ რუსეთის ნავთობის სექტორს მინიმუმ 2.3 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. თუ უკრაინა ამ ტემპს შეინარჩუნებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი 2026 წლის ბოლომდე 27.6 მილიარდ დოლარს დაკარგავს, რაც ორჯერ მეტია იმაზე, რაც მან უკრაინის დარტყმების შედეგად 2025 წელს დაკარგა. და თუ უკრაინა შეძლებს დღეში 100 მილიონი დოლარის ზარალის შენარჩუნებას, რაც მარტის ბოლოდან ვიხილეთ, რუსეთისთვის ეკონომიკური ზიანი კიდევ უფრო მძიმე იქნება. რუსეთს ნავთობის გადაზიდვების მთელ ქვეყანაში გადამისამართება უწევს, რაც მის სამხედრო ძალაზეც ახდენს გავლენას. გაგვიანებები ყველგან ხდება. ნავთობი და საწვავი, რომელიც უკვე უნდა ჩასულიყო ოკუპირებულ უკრაინაში, იგვიანებს, რადგან რუსეთი სასოწარკვეთილად ეძებს უსაფრთხო ადგილებს ამ ნავთობის შესანახად და შემდეგ გადასაზიდად. ნაბიჯ-ნაბიჯ მტრის ნავთობის ლოგისტიკური სისტემა კარგავს უნარს უზრუნოყოს უწყვეტი ექსპორტი. შედეგები უკვე იგრძნობა ბრძოლის ველზე. მტრისთვის ნაკლები რესურსი ნიშნავს მეტ შესაძლებლობას ჩვენი დანაყოფებისთვის, ნათქვამია უკრაინის უპილოტო სისტემების ძალის ძალების მიერ Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. სხვათა შორის ერთ-ერთი ადგილი, სადაც რუსეთი ცდეთი ცდილობს ნავთობის გადამისამართებას, არის ტუაფსი. უეცრად უკრაინის 20 აპრილის დარტყმას ამ მნიშვნელოვან პორტზე კიდევ უფრო მეტი აზრი აქვს. და ბოლოს არსებობს ნაკლებად გაშუქებული პრობლემა, რომელსაც უკრაინის მიერ რუსეთის მასშტაბით აფეთქებებისა და ხანძრების გამოწვევა პუტინისთვის იწვევს. უკრაინული გამოცემა ობოზის მიხედვით, იმ რეგიონების რამდენიმე ოფიციალური პირი, რომელსაც უკრაინა თავის დარტყმებს აკენებს, ახლა კრემლისკენ იყურება, რომ ამ რეგიონებში საჰაერო თავდაცვის გაძლიერება მოხდეს. ეს ბუნებრივი და ლოგიკური პასუხია. ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორის ალექსანდრ დროზდენკოს თქმით, მატერიალური რესურსები უკვე გამოყოფილია ლენინგრადის სამხედრო ოლქისთვის, სწორედ ამ მიზნით. მაგრამ ამ თითქოს გადაწყვეტას ერთი პრობლემა ემაქვს. რუსეთს ზუსტად არ აქვს ისეთი დიდი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლითაც შეუძლია უკრაინის დრონებისგან დაცვა.
პუტინის შეჭრის დაწყებიდან მინფინის თქმით 21 აპრილამდე რუსეთმა დაკარგა 1350 საჰაერო თავდაცვის სისტემა. ეს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობაა სისტემების, რომელთაგანაც ბევრი სწორედ იმ დრონების მიერ იშლება, რომლებსაც ისინი ციდან უნდა ესროდნენ. რაც კიდევ უფრო უარესია რუსეთისთვის, ახლა როცა უკრაინამ შეიმუშავა საშუალო მანძილის დრონები, რომლებიც მას საშუალებას მისცემს უფრო ხშირად დაარტყას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინის შიგნით განთავსებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები იწვის. 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მარტამდე რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული 1530 უკრაინული დარტყმიდან 482-მა რუსული საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურის ელემენტები გაანადგურა. ეს რუსეთს ისეთ მდგომარეობაში აყენებს, რომ მას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება სწორედ მაშინ, როცა ეს სისტემები არ გააჩნია. უკრაინის კამპანიაში რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფენა იგwetება. უკრაინამ იცოდა, რომ რუსეთი მის ქმედებებზე პასუხისგაცემას ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის ტერმინალებზე საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებით ეცდებოდა. ეს ისევ ლოგიკურია. ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები სადღაციდან უნდა მოიპოვონ, რადგან რუსეთს ისინი საწყობში აღარ აქვს. ამიტომ ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთის შიგნით სხვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებიდან იქნება გადმოყვანილი. პუტინმა შეიძლება ამ ნაბიჯით თავისი ნავთობის ნაწილი გადაარჩინოს, მაგრამ ამით სხვა ობიექტებს დაუცველს გახდის. ეს რუსეთისთვის ყველა მხრივ წამგებიანი ვითარებაა. როდესაც ცეცხლი გიზგიზებს და კიდევ უფრო მეტი დრონი მოდის, რუსეთი უსარგებლო მუქარებამდე და საჰაერო თავდაცვის გადალაგებამდეა დაყვანილი, რომელიც უკვე 4 წლიანი უკრაინის იერიშების შემდეგ მკრიფია. რუსეთი ახლოსაც არ არის იმ ახალი პრობლემების გადაჭრასთან, რომელსაც უკრაინა 2026 წელს უქმნის და დიდი ალბათობით მალე კიდევ უფრო მეტ იერიშზე მოგახსენებთ რუსეთის ნავთობის ობიექტებზე, რადგან უკრაინა აგზელებს კამპანიას, რომელიც რუსეთს სისხლს აცლის. რამდენიმე დღეს ვაძლევთ და სანამ ჩვენ შემდეგ რეპორტაჟს დაეოდებით უკრაინის გარდაუვალ შორმანძილზე დარტყმებზე, რატომ არ გაეცნობით უფრო მეტს იმ პანიკის შესახებ, რომელიც ამჟამად კრემლს მოიცავს. თუ ვინმე სუთხათ, ვინც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ ქაოტურ საათებს უყურებდა, რომ უკრაინა 4 წელზე მეტის შემდეგაც იბრძოლებდა, თითქმის არავინ დაგიჯერებდათ, მაგრამ აი აქ ვართ. უკრაინა არა მხოლოდ ჯერ კიდევ დგას 2026 წლის მარტის დასაწყისისთვის, არამედ თითქმის ყველა გაზომვადი მაჩვენებლით ოპერაციულად უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვიდრე 2025 წელს ჰქონდა. ამის რამდენიმე განსხვავებული მიზეზი არსებობს, რომლებიც ყველა იმ ფაქტს უკავშირდება, რომ უკრაინამ ომის განმავლობაში უფრო ეფექტური იარაღი და ტაქტიკა შეიმუშავა, მაშინ როცა რუსეთი ძველ გზებზე მხარად დარჩა. სინამდვილეში ბედი იმდენად შეიცვალა, რომ უკრაინამ არა მხოლოდ გარღვია რუსეთის წინა ხაზი, არამედ რუსეთი როგორც ჩანს ვერ ახერხებს მისი წინსვლის შეჩერებას. მთავარია უკრაინამ დაარტყას იქ, სადაც რუსეთს ყველაზე მეტად თქივა. დავიწყოთ უფრო ფართო ხედვით, რომელსაც გთავაზობს ბილ გრაუდო, ფინანსისტი და ანტიკორუფციული აქტივისტი, რომელიც რუსეთის ომის ეკონომიკურ ასპექტებზე ერთ-ერთ ყველაზე გამოკვეთილ ხმად იქცა. მისი არგუმენტი ორმხრივია. ერთი მხრივ რუსეთმა დაუშვა სერიოზული ტაქტიკური შეცდომები, რაზეც დეტალურად ვისაუბრეთ ომის 4 წლის განმავლობაში. მაგრამ მეორე არგუმენტია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აღარ აპირებს დაელოდოს დასავლეთის მთავრობებს, რომ მათ ეკონომიკური ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე. ამის ნაცვლად უკრაინა ამას პირდაპირ აკეთებს. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებით და ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე თავდასხმებით, რომელსაც მოსკოვი სანქციების ასარიდებლად იყენებს, უკრაინამ შეძლო რუსეთს ყველაზე მტკივნეულ ადგილას პირდაპირ საფულეში დაერტყა. ყოველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამორთვა, ყოველი ტანკერის დაზიანება, დარტყმა იმ შემოსავლის ნაკადზე, რომელიც რუსეთის საომარ მანქანას ამუშავებს. მოდით ციფრებს გადავხედოთ. კარნეგის ფონდის მონაცემებით, უკრაინამ რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 38% გამორთო. თუმცა იგივე ანალიზი მიუთითებს, რომ რუსეთმა რეალურად მხოლოდ დაახლოებით 69%-ით დაკარგა საწვავის წმინდა ექსპორტის შესაძლებლობები, რადგან მას ზედმეტი წარმოების ბალიში ჰქონდა. ეს განხორციელდა 2025 წლის განმავლობაში 120 შეტევის შედეგად, რომელთა უმეტესობამ შეძლო რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე გარკვეული ზიანის მიყენება. შეტევები ფიქს მიაღწია 2026 წელს, იანვარსა და თებერვალში განხორციელებული 40 დარტყმით, რომლებმაც მინიმუმ 13 მნიშვნელოვანი ობიექტი დააზიანეს. ეს მოიცალდა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმას, რის შედეგადაც მისი საწარმოო სიმძლავრის 40% გაჩერდა. მხოლოდ ეს ობიექტი ომამდე საწვავის ექსპორტის დაახლოებით 5%-ს უზრუნველყოფდა, ობდა რაც უკრაინას საშუალებას აძლევდა კიდევ უფრო მიახლოებოდა მიზანს, რუსეთი მოწყვეტოდა იმ რესურსებს, რომლებიც მის ძალისხმევას უზრუნველყოფს. ეხლა ეს ყველაფერი დიდწილად უკრაინის უნარს უკავშირდება, მიაღწიოს ახალ სამიზნეებს, შესაძლებლობას, რომელიც ომის პირველ თვეებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაშინ უკრაინა სრულად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რასი შორის შეზღუდვა ჰქონდა დასავლეთიდან მიწოდებულ იარაღს. 2025 და 2026 წლებში ეს გაფართოება Firepoint-ის მაგალითზეა ნაჩვენები.
კიევში დაფუძნებული კერძო თავდაცვის კომპანია, რომელიც 2022 წლის შუაში დაარსა ინჟინრების, არქიტექტორებისა და თამაშების დიზაინერების ჯგუფმა, მუშაობას დროებით სახელოსნოებში დაიწყო და გაიზარდა 2000-ზე მეტ თანამშრომლამდე, რომლებიც მუშაობენ რამდენიმე დაფარულ საწარმოო ობიექტში კიევში და მის შემოგარენში. განსაკუთრებული ყურადღება იმსახურებს FP-1 ტიპის დრონი. ერთმხრივი შეტევის დრონი, OWA დრონი, არის მთავარი დამთმელი პლატფორმა, რომელმაც ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა, დაახლოებით 620 მილის მანძილით. 60 ფუნტზე მეტი საბრძოლო კობინი, კონფიგურაციის მიხედვით და მოდულურობაზე, მარტივ აწყობასა და ელექტრონულ ომთან გამძლეობაზე ოპტიმიზირებული დიზაინი. FP-1-ის მიაწერენ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ღრმა დარტყმების 60%-ზე მეტს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის საბრძოლო მასალის სათხოვებზე, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებსა და სამხედრო სარდლობის ცენტრებზე განხორციელებული დარტყმების უმეტესობა, რომლებმაც გასულ წელს საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო, განხორციელდა ერთადერთი ადგილობრივი წარმოების პლატფორმით. FP2 იყო შემდეგი ეტაპი. ის უფრო მძიმეა, აქვს უფრო დიდი საბრძოლო კობინი, მაგრამ მცირე სიშორე და შექმნილია გამაგრებული ნაგებობების დასაზიანებლად. ხოლო 130 მილის მცირე სიშორე ნიშნავს, რომ დრონი განკუთვნილია სარდლობის ცენტრების გასანადგურებლად, ან რუსების უკრაინის ტერიტორიაზე შეჭვის შესაჩერებლად. მაგრამ 2026 წლის დასაწყისში Firepoint-ის თანადამფუძნებელმა და მთავარმა კონსტრუქტორმა დენის შლითერმანმა აღნიშნა, რომ პლატფორმას უნდა გაევლო განახლება, რათა 98 ფუნტიანი საბრძოლო კობინი დაეტია და მისი ეფექტიანობა გაზრდილიყო. FP1-ისა და FP2-ზე შესაძლებლობებით მაღლა დგას FP5 Flamingo. ეს არის Firepoint-ის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც 2540 ფუნტიან საბრძოლო კობინს ატარებს და შეუძლია დაფაროს 1900 მილამდე მანძილი. მისი კონსტრუქცია დამზადებულია რადარისთვის გამჭვირვალე ბოჭკოვანი გადახოვის ტექნოლოგიით, რომელიც ჩვეულებრივ ბალისტიკური რაკეტებისთვის გამოიყენება და ეს ეხმარება მას ფრენისას რადარისგან დამალვაში. წარმოება გააქტიურდა 2025 წლის შუა პერიოდში, მიზნად ისახავდა თვეში 200 ერთეულის გამოშვებას შემოდგომისთვის. რაც უფრო მნიშვნელოვანია, Flamingo უკვე გამოყენებულია. უკრაინული წყაროები ადასტურებენ, დარტყმებს რუსეთის კაპუსტინიარის საცდელ პოლიგონზე 2026 წლის იანვარში. სხვა ოპერაციის ფარგლებში რაკეტამ დაარტყა ისკანდერის რაკეტების საწარმო რუსეთში. ეს არის უკრაინაში შექმნილი ფრთოსანი რაკეტა, რომელიც უთყამს იმ ქარხნებს, სადაც მზადდება რაკეტები, რომლებსაც რუსეთი უკრაინულ ქალაქებზე ისწრის. რაც მოგვიყვანს Firepoint-ის ამბიციის მწვერვალთან, FP9-თან. ეს არის მოკლე მანძილის ბალისტიკური რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 500 მილია საბრძოლო კობინი, 1700 ფუნტია და საბოლოო სიჩქარე დაახლოებით Mach 6.5 შეადგენს. შედარებისთვის რუსეთის ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა, სისტემა, რომელმაც ომის განმავლობაში უზარმაზარი ზიანი მიაყენა უკრაინის ინფრასტრუქტურას, სამიზნეს დაახლოებით ამ სიჩქარის მესამედით აღწევს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ საერო თავდაცვის სისტემებს აქვთ მნიშვნელოვნად შემცირებული დროის ფანჯარა, ვიდრე ჩვეულებრივ ექნებოდათ ისკანდერის წინააღმდეგ. და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ომის განმავლობაში ნელ-ნელა კარგავს ეს 400-ებს, FP9-ების მასშტაბური განთავსება შეიძლება დააჩქაროს უკრაინის ეკონომიკური სანქცირება რაკეტებით. ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მთელი ეს იარაღის პროგრამა სრულად დამოუკიდებელია ნატოსა და დასავლეთის შეზღუდვებისგან. შეერთებული შტატების მიერ მიწოდებულ ატაქსის რაკეტებს მაქსიმალური სიშორე დაახლოებით 190 მილი აქვთ, რაც არსებითად შეზღუდულია იმისთვის, რომ არ მოხდეს დარტყმები რუსეთის სიღრმეში. ამიტომ ყველაფერი, რაც მოსკოვამდე მიაღწია, ან რუსეთის შიდა ინფრასტრუქტურას დაომიზნა, ადგილობრივად არის წარმოებული. თუ FP9 მასობრივ წარმოებამდე მივა, ის შეიძლება მოსკოვს ან სანქტ-პეტერბურგს დაემუქროს. იარაღების გარდა უკრაინამ ასევე დაიწყო სისტემური პრობლემის მოგვარება, რომელმაც ომის დაწყებიდან მისი დრონების კამპანიის ეფექტიანობა შეამცირა. მარტისაც თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2026 წლის იანვარში დანიშნეს, სპეციალურად უკრაინის ტექნოლოგიური უპირატესობის დასაჩქარებლად ოფიციალურ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც ქვეყნის მიერ დრონების შესყიდვის წესს ცვლის. Ძველი სისტემა დამოკიდებული იყო ურთიერთობებზე, გაუმჭვირვალე მოთხოვნის ფორმირების პროცესებზე და ისეთ ფაქტორებზე, რომლებიც სამხედრო ანალიტიკოსებმა პირდაპირ კორუფციის რისკებად დაასახელეს. შედეგად უკრაინის წინა ხაზზე მყოფი ჯარისკაცები ხშირად იღებდნენ დრონებს, რომლებიც როგორც რეკლამირდებოდა, ისე არ მუშაობდნენ, რის გამოც მათ ხელით უწევდათ მათი მოდიფიცირება და შეკეთება თხილებში. ახალი სისტემა ბევრად უფრო მარტივია. სამხედრო დანაყოფები თავიანთ საჭიროებებზე და ღრნობით წარადგენენ მოთხოვნებს. შემდეგ გენერალური შტაბი ადგენს შესყიდვების სიას, რომელშიც მხოლოდ საჭირო აღჭურვილობის ტექნიკური მახასიათებლებია მოცემული. ნიშნულოვანია, რომ სიაში არ არის მითითებული ბრენდების სახელები და კონკრეტული მწარმოებლები. საბოლოოდ, რომელი პროდუქტი შეიძინება, ამას წყვეტს 5 ციფრული საბრძოლო ველის მონაცემთა სისტემა.
E-Point, რომელიც აკვირდება აღჭურვილობის რეალურ საბრძოლო ეფექტიანობას ადგილზე. Dot Chain და Brave One Market, რომლებიც აფიქსირებენ რას ყიდულობენ ერთეულები დამოუკიდებლად, რაც ასახავს რეალურ მოთხოვნას ადგილზე. და Delta და მისიის კონტროლი, რომლებიც უზრუნველყოფენ სინქრონიზაციის მატრიცებსა და საბრძოლო გამოყენების ანალიტიკას. თუ დრონი არ დაფრინავს ან ვერ ხვდება სამიზნეებს, სისტემა უბრალოდ აუქმებს მასზე მთელ მოთხოვნას. შესყიდვის გადაწყვეტილებას იღებს მონაცემები და არა ის, ვისაც სამინისტროსთან საჭირო კავშირები აქვს. ასევე შეიცვალა ბიუჯეტის განაწილებაც. ახალი სტრუქტურის მიხედვით შესყიდვის თანხების 80% გადადის მხოლოდ იმ სისტემებზე, რომლებმაც ბრძოლის ველის მონაცემებით ეფექტიანობა დაამტკიცეს. დარჩენილი 20% ინოვაციებისთვის არის განკუთვნილი, მაგალითად ახალი სისტემებისთვის, რომლებიც საბრძოლო პირობებში იტესტება, ან არ საჭიროებს იმ სრულ ბიუროკრატიას, რაც დასავლურ სისტემაშია. ფიოდოროვმა ეს 20% დაახასიათა როგორც ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ტესტირების მექანიზმი ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია ახალი დრონის დიზაინის მასშტაბური ტესტირება რამდენიმე კვირაში დაიწყოს, მისი გამოჩენის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ თვეები დაელოდოს სერტიფიკაციის პროცესის დასრულებას. ასევე აღსანიშნავია უკრაინის თავდათვის ინდუსტრიის მასშტაბი, რომელიც ფაქტობრივად გარდაიქმნა. სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში 2022 წლის თებერვალში უკრაინას ხავდა 7 დრონის მწარმოებელი. ახლა კი მათი რაოდენობა 500-ს აჯარბებს. ელექტრონული ომის კომპანიების რაოდენობა 2-დან 200-ზე მეტამდე გაიზარდა. კერძო რაკეტების მწარმოებლები არ არსებობდნენ, ეხლა კი 20-ზე მეტია. უპილოტო სახმელეთო მანქანების კომპანიების რაოდენობა 0-დან 100-ზე მეტამდე გაიზარდა. ესეთი მასშტაბის ზრდა 21 საუკუნეში არ გვინახავს და ამან უკრაინას საშუალება მისცა დრონების ინოვაციებში რუსეთს არ ჩამორჩენოდა. ელექტრონულ საბრძოლო ველზე უკრაინამ ასევე მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა რუსეთის ვიცხობრივი უპირატესობის შეზღუდვაში, განსაკუთრებით დრონებთან დაკავშირებით. სცენაზე გამოჩნდა ლაზერული იარაღი. რუსულ ტელეგრამ არხებში გავრცელებულმა კადრებმა, რაც თავისთავად ბევრს ამბობს, თითქოს აჩვენა, როგორ გააუნებელყო უკრაინულმა ენერგეტიკულმა იარაღმა ოპტიკურ ბოჭკოვანი მართვის FPV დრონი. საუბარი იმ დრონზეა, რომელსაც ორივე მხარისის ჯარისკაცები მომლოდინეს ან ჩასაფრებულ დრონს უწოდებენ. ის გზის გვერდით დაბალ ენერგიულ რეჟიმში ეშვება, მტრის მანქანას ელოდება, შემდეგ კი აქტიურდება და უტევს. ოპტიკურ ბოჭკოვანი მომლოდინე დრონები ფიზიკური კაბელით იმართება, რომელიც ფრენისას დრონიდან იშლება. იმიტომ რომ ისინი რადიოსიგნალებს არ იტენებენ, ფაქტობრივად ელექტრონული ჩახშობის მიმართ მდგრადები არიან. სწორედ ამიტომ იქცნენ ისინი ფრონტის ხაზზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მუხარად. რა თქმა უნდა, უკრაინასაც აქვს თავისი ოპტიკურ ბოჭკოვანი დრონის ვერსია მსგავსი შედეგებით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა ეს ტექნოლოგია პირველად დანერგა და ეფექტურად იყენებს უკრაინისთვის იმის შესაძლებლობის წასართმევად, რომ თავისი ჯარები ფრონტის ხაზთან განათავსოს. მაგრამ ახალი ენერგეტიკული იარაღი შეიძლება ამ უპირატესობას სრულად გადაატრიალოს. კადრებში ჩანს კონცენტრირებული სინათლის სხივი, რომელიც მიხვება ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელს, რომელიც დრონს ოპერატორთან აერთებს, რის შემდეგაც დრონი კონტროლს კარგავს და ითიშება. ეს ყველაზე დიდი ალბათობით არის ჰიპოთეზური Sunrays ლაზერული სისტემა, პროტოტიპი, რომელიც თებერვალში ატლანტიკს წარუდგინეს, აღწერილია როგორც ავტომობილის საბარგულის ზომის და შეუძლია მცირე დრონების წამებში ცაში დათვა. სერგი ბეზგრესნოვმა, თავდაცვის სამინისტროს მრჩეველმა და სამხედრო რადიოტექნოლოგიების სპეციალისტმა რუსული მტკიცებების პასუხად, რომ კადრები რეალურია, თავისთვის დამახასიათებელი სარკაზმით უპასუხა. რუსები ამბობენ, რომ ჩვენ ვიპოვეთ გზა ოპტიკური ბოჭკოს გასანეიტრალებლად. ამ მოწყობილობით ჩვენ ტვინებსაც ვასკანერებთ და ადამიანებს ვიტაცებთ, განაცხადა ბეზგრესნოვმა. მაგრამ ვიდეოზე დაფიქსირებულ რუსი დრონების ოპერატორებს ეს სახალისოდ არ მიუღიათ. პენსიაზე გასულმა კონტრადმირალმა მარკ მონტკომერიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ კადრების გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინას შეეძლება საბრძოლო ლაზერების გამოყენება 1-დან 2 წელიწადში. შეადარეთ ეს საშუალო შესყიდვის დროს, რომელიც 6 წლიდან იწყება და მეტია, მაშინოცა ამერიკის ანტიდრონული ლაზერული სისტემები აქტიურ განვითარებაშია 2022 წლიდან. ცხადია, რომ როდესაც ანტიდრონული ბოლა ჩქარდება და დრონები ფაქტობრივად ცვლიან ტრადიციულ ადამიანურ ჯარს ბრძოლის ველზე, პირველი ქვეყანა, რომელიც შექმნის ეფექტურ და იაფ იარაღს, უზარმაზარ უპირატესობას მიიღებს. და სწორედ ამიტომ არის ლაზერული იარაღის პერსპექტივა ასეთი უნიკალური. იმის გამო, რომ ეს იარაღი ელექტროენერგიით მუშაობს, თითოეული გამოყენების ღირებულება მება მნიშვნელოვნად დაბალი იქნება, ვიდრე მთრული დრონის შექმნის ფასი. ეს ეწინააღმდეგება დრონების ომის არსებულ ეკონომიკას, სადაც შედარებით ძვირადღირებული რაკეტა ან დრონი გამოიყენება უფრო იაფი მთრული დრონების გასანადგურებლად, რაც შეიძლება მთლიანად შეცვალოს დრონების კონცეფცია. მაგრამ უკრაინამ ეს იმპულსი სრულად გამოიყენა. მიწაზე 2026 წლის თებერვლის საბრძოლო ველის სურათი მიუთითებს, რომ უკრაინა ომის შესწავლის ინსტიტუტის შეფასებით მაინც უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე 2026 წლის დასაწყისში.
ეხლა თუ გსურთ ზუსტად გაიგოთ როგორ მოხდა ეს, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ კონტენტს, რომელიც დეტალურად აშუქებს ონთან დაკავშირებულ ყველაფერს. მოკლედ, რუსეთმა ვერ შეძლო ზამთრის სეზონისთვის დასახული მთავარი მიზნების მიღწევა. რუსმა ჯარებმა შედარებით სწრაფი წინსვლა დაიწყეს ჰულიპოლესა და ოლექსანდრივსკის მიმართულებებზე 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში. სავარაუდოდ რუსული სარდლობა იმედოვნებდა, რომ ეს წინსვლები ორი ხივთან მიმდინარე ოპერაციებში ავსებდა, რაც რუსულ ძალებს ქალაქთან როგორც აღმოსავლეთიდან, ისე დასავლეთიდან მიახლოების საშუალებას მისცემდა და საბოლოოდ ზაპორიჟიისკენ გადაადგილდებოდნენ. ამ მანევრს რუს ჯარებს შეეძლო ზაპორიჟიის ოლქში უკრაინის ძლიერ გამაგრებული აღმოსავლეთ-დასავლეთის თავდაცვითი ხაზების გვერდისავლით-დისავლით ემოქმედათ. ნაცვლად იმისა, რომ სამხრეთიდან ფრონტალური შეტევები ეცადათ. გახსოვდეთ, ზაპორიჟია ფაქტობრივად ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო უკრაინის წინააღმდეგობის ამ რეგიონში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა პიროსის გამარჯვება მოიპოვა პოლკროსკში 2 წლიანი ბრძოლების შემდეგ. გეგმას გარკვეული ლოგიკა ჰქონდა. 2025 წლის დეკემბრის დასაწყისში ISWM შეაფასა, რომ ტაქტიკური გარღვევა ჰულიაპოლეს ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსულ ძალებს ოპერაციული წარმატებების მიღწევის საშუალებას მისცემდა. შემდეგ 2025 წლის 29 დეკემბერს რუსულმა სარდლობამ გამოაცხადა გეგმები ორი ხივის და ჰულიაპოლის მიმართულებების დაკავშირების შესახებ, რათა ზაპორიჟიისკენ წინ წასულიყვნენ. ამას გარდა საბოლოო მიზანი, როგორც ჩანს, იყო უკრაინის ციხესიმაგრეების სარტყელი. ეს არის ძლიერ გამაგრებული ქალაქების კორიდორი დონეცკის ოლქში, მათ შორის დრუშკივკა, სლოვიანსკი და კრამატორსკი. სადაც რუსეთი ემზადებოდა შეტევისთვის, როგორც თავისი 2026 წლის გაზაფხულის კამპანიის თავარი მიმართულება. მაგრამ სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი არასწორად წასვლა. ხედავთ, რუსეთის 2025-2026 წლების ზამთრის რაკეტებისა და დრონების კამპანიამ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ვერ მიაღწია მისთვის დასახულ არც ერთ სტრატეგიულ მიზანს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ელექტროსისტემას სერიოზული ზიანი მიადგა და მოსახლეობას თვეების განმავლობაში მძიმე პირობებში მოუწია ცხოვრება, რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს ფრონტის მახლობლად ენერგოსისტემის გაწყვეტა და მათი დათქმები ვერ გახდა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის ზრდის შეჩერების მიზეზი რეგიონში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მრჩეველმა ჰანა გოზდიამ 19 თებერვალს განაცხადა, რომ 2022 წლიდან წარმოება 50 ჯერ გაიზარდა და დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის პროდუქციის მოცულობას მიაღწია. რუსეთმა დაარტყა იმ ინფრასტრუქტურას, რათა უკრაინული იარაღის წარმოება შეეჩელებინა, თუმცა იარაღის წარმოება მაინც გაიზარდა. მიწაზე რუსეთის ტაქტიკა უბრალოდ შეფერხდა. მოსკოვმა ფსონი ინფილტრაციის ტაქტიკასა და მსუბუქი მოტორიზებული ძალების შეტევით მოქმედებებზე დადო, რაც იდეაში ნიშნავს, რომ ნაკლებად კარგავს ჯავშან ტექნიკას, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს. მაგრამ 2025 წლის დეკემბრის ბოლოსთვის უკვე შეინიშნებოდა შენელება, რადგან რუსულმა ძალებმა წინა თვეებში ძალიან მძიმე დანაკარგები განიცადეს. ინფილტრაციის მოდელი მუშაობდა მაშინ, როდესაც რუსი ქვეითები წარმატებით აღწევდნენ უკრაინულ პოზიციებში. იქ გროვდებოდნენ და იმაგრებდნენ თავს. მაგრამ უკრაინულმა ძალებმა არ მისცეს საშუალება ინფილტრირებულ ჯგუფებს, რომ დანარჩენი რუსული ჯარებისგან შემდგომი წინსვლისთვის საჭირო მხარდაჭერა მიეღოთ, ფაქტობრივად მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მოწყვეტილები დარჩნენ. ეს სავარაუდოდ რუსულ ძალებს დააკარგვინათ საწყისი შეტევითი პოზიციები, საიდანაც ზაფხულის შეტევის დაწყებას და ზაპოროჟიემდე მისვლას აპირებდნენ. შემდეგ უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც იანვრის ბოლოს დაიწყო, სწორედ ამ წარუმატებლობით ისარგებლა. უკრაინულმა ძალებმა დაიწყეს რუსული ძალების დნიპროპეტროვსკის ოლქიდან გამოძევება და დაასუსტეს რუსების მზადება გაზაფხულის შეტევისთვის. ფრონტის ხაზის მოულოდნელმა ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ უკრაინამ ერთ თვეზე ნაკლებ დროში გაათავისუფლა 150 კვადრატულ მილი ტერიტორიაზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ პირველად 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევის შემდეგ უკრაინამ უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე ზაფხულის შუა და ბოლოს დაკარგა. კონკრეტული დანაყოფების გადაადგილება აჩვენებს, რამდენად გადაჭიმულია რუსეთი რეალურად. რუსეთის სამხედრო სარდლობა იძულებული გახდა გადაენაწილებინა ელიტური სადესანტო და საზღვაო ქვეითი დანაყოფები პოკროვსკის მიმართულებიდან და დობროპილიის ტაქტიკური რაიონიდან აღმოსავლეთ უკრაინაში სამხრეთის ფრონტის ხაზზე, სავარაუდოდ სწორედ ამ უკრაინული წარმატებების საპასუხოდ. ეს იყო ძალები, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ ძლივს მოახერხეს პოკროვსკის დაკავება და ამასთანავე მძიმე დანაკარგებიც განიცადეს. მაგალითად, ISW-ს არ დაუფიქსირებია 646-ე მოტომსროლელი პოლკის მოქმედება ბრძოლის ველზე 2025 წლის აგვისტოს შემდეგ. ეს მიუთითებს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ეს დანაყოფი ადრე გამოჰყავდა და შესაძლოა რეზერვში ყავდა მომავალი შეტევითი ოპერაციებისთვის. ფაქტობრივად რუსეთს აიძულეს გაზაფხულის შეტევისთვის განკუთვნილი რეზერვი თავდაცვაზე ზედახარჯოს დაგეგმილზე რამდენიმე თვით ადრე. ის ფაქტი, რომ უკრაინის ტაქტიკური კონტრშეტევების სერია აიძულებს რუსეთს ოპერაციული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, მიუთითებს, რომ რუსეთის ძალები უკვე გადატვირთულია, მაშინაც კი როცა ისინი დიდი შეტევისთვის ემზადებიან.
შედეგად კრემლს შეიძლება მოუწიოს ან უარი თქვას 2026 წლის გაზაფხულის შეტევის გეგმებზე, ან მნიშვნელოვნად შეცვალოს ისინი დონეცკის ოლქში, ზაპორიჟიის ოლქში ან ორივეგან. მაგრამ რუსეთის პრობლემა მხოლოდ დანაკარგები არ არის. მთელი სტრუქტურა, რომელიც რუსეთის საომარ მანქანას ამაგრებს, არ ამყარ საფუძველზე დგას და ჩამოშლასთან ახლოსაა. აი მაგალითად, რეკრუტირების მაჩვენებლები. დაახლოებით 422,000 ადამიანმა გააფორმა კონტრაქტი რუსეთის სამხედრო ძალებთან 2025 წელს, რაც 6%-ით ნაკლებია იმ დაახლოებით 450,000 ადამიანზე, ვინც კონტრაქტი გააფორმა 2024 წელს. დმიტრი მედვედევის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადვილის თქმით. იუწყებიან, რომ რუსეთის ზოგიერთ რეგიონში შეამცირეს სამხედრო კონტრაქტის ბონუსების ოდენობა ეკონომიკური სირთულეების გამო. გახსოვდეთ, ეს იგივე სამხედრო ძალაა, რომელმაც ომი დაიწყო დაახლოებით 160,000 ჯარისკაცით, რომლებიც უკრაინაში გაგზავნა, შემდეგ კი თითქმის 900,000 სამხედრო ჩართო კონფლიქტში. და ბოლო შეფასებების მიხედვით რუსეთმა ომში დაკარგა 1,25 მილიონზე მეტი ჯარისკაცი, რაც ნიშნავს, რომ მან მთლიანად ამოწურა ომამდე არსებული რეზერვი და კიდევ მისი ნახევარი. უფრო კონკრეტულად, პიკი, როგორც ჩანს, 2025 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როდესაც რუსული დანაკარგები პირველად გადააჭარბა ახლად რეკრუტირებული კონტრაქტული ჯარისკაცების რაოდენობას. რუსეთმა იმ თვეში დაამატა 27,400 კონტრაქტის ჯარისკაცი, ხოლო მისი დანაკარგები 33,200-მდე მოკლსა და დაჭრილამდე გაიზარდა. წინა თვეებში გაწევის მაჩვენებლები ჯერ კიდევ შედარებით ხელსაყრელი იყო კრემლისთვის, მაგრამ ეს შენელება მნიშვნელოვნად ართულებს სიტუაციას. ერთი ანალიზის მიხედვით რუსეთს რეალურად სჭირდება დაახლოებით 45,000 ახალწვეული ყოველ თვეში, რათა 2026 წელს სერიოზული შეტევის განხორციელების იმედი ჰქონდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მაჩვენებელი ძლივს აღწევს ამ რიცხვის 2/3-ს, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა თავისი ტემპის დიდი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში ჯერ კიდევ ინარჩუნებს რიცხობრივ უპირატესობას. კრემლის პასუხი მოსალოდნელი იყო, მათ დაიწყეს რეკრუტირების ბაზის გაფართოება უფრო ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფებისკენ. რუსეთმა სისტემატურად გააფართოვა ეგრეთ წოდებული სპეციალური კონტინგენტები, რომლებიც გამოიყენება არმიის შესავსებად. 2025 წელს ეს კატეგორია გაფართოვდა და მოიცვა არა მხოლოდ პატიმრები და სისხლის სამართლის გამოძიების ქვეშ მყოფი პირები, არამედ ისინიც, ვისაც ფინანსური დავალიანება აქვთ, მათ შორის გადაუხდელი სესხები. რუსეთმა ასევე გაზარდა უცხოელი მოქალაქეების რეკრუტირება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც მეგობრულად მიიჩნევს, მათ შორის აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებიდან. პოტენციურ რეკრუტებს ხშირად ფულადი ჯილდოს ან მოქალაქეობის დაპირებით იზიდავენ, ან აფატყუებენ. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, რომ რუსეთს ნელ-ნელა ეწურება რესურსები. ეკონომიკური თვალსაზრისით, უკრაინამ ნელ-ნელა შეძლო საკუთარი სანქციების დაწესება რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელი და საექსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილების განადგურებით. დასავლეთმაც გაზარდა ზეწოლა, უფრო ფრთხილად აკვირდება ჩრდილოვანი ფლოტის გემების ბალტიის ზღვაში შესვლასა და გამოსვლას. იარაღის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა დააკარგა უპირატესობა, რომელიც მას იაფად დასამზადებელი შახიდების საშუალებით ჰქონდა. უკრაინის შიდა წარმოების შორმანძილზე მოქმედი დრონების შესყიდვის ღირებულება მსგავსია, მაგრამ ისინი სხვა ქვეყანაზე დამოკიდებული არ არის. გაიხსენეთ, რომ აშშ და ისრაელი ირანთან განახლებულ კონფლიქტში არიან, რის გამოც რუსეთი ფაქტობრივად იძულებულია უარი თქვას ახლო აღმოსავლეთიდან მისთვის მნიშვნელოვან შეიარაღებაზე. რაც კიდევ უფრო უარესია, რუსეთმა ფაქტობრივად აღიარა, რომ მას აღარ შეუძლია გავლე მოახდინოს რეგიონზე, როდესაც 2024 წლის ბოლოს სირიიდან გავიდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციის სწრაფი შეტევები მოხდა, რაც გავს იმას, რის გაკეთებასაც უკრაინა დონბასში ცდილობს. ტაქტიკის მხრივაც რუსეთმა ზედმეტად ბევრი დრო, ძალისხმევა და ჯარისკაცი დახარჯა რეგიონის ორ მნიშვნელოვან ქალაქზე, პოხროვსკსა და ზაპორიჟიაზე, უშედეგო შეტევებში. მიუხედავად იმისა, რომ პოხროვსკი საბოლოოდ დაეცა, ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ამ რეგიონში 25,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, რაც საერთო დანაკარგების დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ეს ყველაფერი ერთ რამეში ერთიანდება. როდესაც უკრაინა კიდევ ერთხელ დაიწყებს კონტრშეტევას დონბასში, რუსეთს შესაძლოა მართლაც მოუწიოს აღიარება, რომ ვეღარ შეძლებს მისი შეჩერებას. რუსეთის საზღვაო ფლოტი ცდილობდა დაემალა რაღაც შეუცვლელი. ნოვოროსიისკის პორტში, რომელიც შავი ზღვის ფლოტისთვის ახალი ბაზა გახდა მას შემდეგ, რაც ამ ფლოტს ყირიმში კატასტროფა შეემთხვა, ეს ობიექტი უსაფრთხოდ უნდა ყოფილიყო დაცული. მაგრამ უკრაინამ იპოვა ის და შემდეგ უკრაინამ გაანადგურა. უკრაინამ ღამე დღედ აქცია და მთლიანად გაანადგურა რუსული საზღვაო პორტი, უკან არაფრის დატოვებით და ამავე დროს სასიკვდილო დარტყმა მიაყენა რუსულ ფლოტს, რომელიც ისედაც პრაქტიკულად გამოუსადეგარი იყო ამ ომში. მარტის პირველიდან მეორეზე გადასულ ღამეს უკრაინამ ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატეხა დრონებით, იმ მიმართულებით, სადაც ახლა შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზაა ნოვოროსიისკში. ეს უბრალო შეტევა არ ყოფილა. უკრაინამ გააერთიანა საჰაერო და საზღვაო დრონები და წარმოუდგენელი რაოდენობის ცეცხლის ძალა გამოიყენა. რამაც ნოვოროსიისკის ბაზა გაანადგურა და კიდევ 5 გემი გამოიყვანა მწყობრიდან, იმ ფლოტიდან, რომელიც ერთ-ერთ მთავარ გასაღებად ითვლებოდა პუტინის მიერ დაწყებულ ომში რუსეთის გამარჯვებისთვის. იმ 5 გემზე რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ, მაგრამ მანამდე დარტყმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა დოსია შპიონას ტელეგრამ არხზე, რომელმაც ასევე გარკვეული მონაცემებიც გამოაქვეყნა.
ეს არხი ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა სულ მცირე 200 საბრძოლო დრონის შემოტევა დააფიქსირეს. ჩვენ არ გვაქვს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან განცხადება, რომ ეს დრონები ჩამოაგდეს, ან რომ უკრაინის მიერ მიყენებული ზიანი დრონების ნამსხვრევებმა გამოიწვია და არა თვითონ დრონებმა. ეს იშვიათობაა რუსეთისთვის და ეს გვიჩვენებს, რომ უკრაინამ იმდენად ძლიერი დარტყმა მიაკენა, რომ ვერც კი სამინისტრო, რომელიც მუდმივად იტყუება უკრაინის დარტყმებზე, ვეღარ მალავს ამას. ამ დარტყმის დიდი ირონია ისაა, რომ ნოვოროსიისკი ის ადგილია, სადაც რუსეთს სჯეროდა, რომ მისი შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემები უსაფრთხოდ იქნებოდნენ. უკვე 2023 წლის ოქტომბერში ABC News-ი უწყებოდა, რომ რუსეთმა დაიწყო თავისი სამხედრო გემების გადაყვანა ამ ბაზაზე, რადგან უკრაინის რაკეტები და საზღვაო დრონები სრულიად ანადგურებდნენ ფლოტს მის წინა ბაზაზე, სევასტოპოლში. ეს იყო ტაქტიკური უკანდახევა რუსეთის მხრიდან. მისი ყველაზე ღირებული სამხედრო გემების გადაყვანა იმ პორტში, რომელიც ითვლებოდა დაცულად უკრაინის რაკეტების მოქმედების საქმედები არის გარეთ და თუნდაც უკრაინას დაერთხა, იქ საკმარისი თავდაცვა იყო, რომ ზიანი უმნიშვნელო ყოფილიყო. რუსეთმა ეს უკანდახევა 2024 წელს აც გააგრძელა, მაგრამ ანდრიი უსოვმა, რომელიც უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელია, ნათლად განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო გემებს დიდხანს დამალვა არ შეეძლებათ. სარაკეტო კატერების, სადესანტო ხომალდებისა და კორვეტის განადგურების შემდეგ ჩვენ ისინი ზღვაში აღარ გვინახავს. ისინი ცდილობენ ტაქტიკის შეცვლას და ახალი თავდაცვითი საშუალებების ძიებას. მაგრამ უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის ძალები არ დაელოდებიან. ისინი მოქმედებას გააგრძელებენ, განაცხადა იუსოვმა 2024 წლის მარტში. 2 წლის შემდეგ უკრაინა ნამდვილად მოქმედებს. უკრაინა დიდი ხანია ამგვარი დარტყმისთვის ემზადებოდა და მოგვიანებით ვიდეოში აგიხსნით როგორ, როცა დეტალურად განვიხილავთ, რას ნიშნავს ეს დარტყმა რუსეთის დასუსტებული შავი ზღვის ფლოტისთვის. გარდა ამისა, უკრაინამ ამ ბოლო თავდასხმით ხომალდებზე ბევრად მეტი დააზიანა, ასე რომ დარჩით ჩვენთან ბოლომდე რომ გაიგოთ მეტი. მაგრამ ამ ყველაფრამდე გვაქვს მთავარი დარტყმები. 5 რუსული სამხედრო ხომალდი დაზიანდა და ყველა 5 მნიშვნელოვანი როლს ასრულებდა რუსეთის მცდელობაში დაეკავებინა უკრაინა. მოდით ჩამოთვალოთ რუსეთის სამხედრო ხომალდების დანაკარგები. პირველი სიაშია ვალენტინ პიკელი, რომელიც United 24 მედიის მიხედვით არის Project 266-ის ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდი და მან მნიშვნელოვანი სტრუქტურული დაზიანება მიიღო უკრაინის ღამის დრონების თავდასხმის დროს. სიტყვა ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდი შეიძლება შეგაცდინოთ და იფიქროთ, რომ ეს ხომალდი უკრაინისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდა. ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ხომალდის მთავარი დანიშნულება მართლაც ნაღმების გაწმენდაა, რაც რუსეთის სხვა სამხედრო ხომალდებისთვის ღია წყლებში გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს ხდის, ვალენტინ პიკელი თავისთავად საკმაოდ ძლიერი საბრძოლო ძალაა. ტიგალი ხომალდის პროფილში უფრო დეტალურად ხსნის, რომ მას ასევე შეუძლია წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საბრძოლო ხომალდის ფუნქციის შესრულებაც. ეს მაშინვე აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ეს სამხედრო ხომალდი პრობლემური იყოს უკრაინისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა სრულფასოვან წყალქვეშა ნავებს არ იყენებს, მას აქვს წყალქვეშა დრონების მარაგი, მაგალითად Sea-Bay, რომელიც წარსულში ნოვოროსიისკზე თავდასხმისთვის გამოიყენა. ვალენტინ პიკელი რუსეთს შეეძლო დახმარებოდა ამ წყალქვეშა თავდასხმების თავიდან აცილებაში. შეეძლო, მაგრამ აღარ შეძლებს. ეს გემი ასევე საფრთხეს უქმნის უკრაინის საჰაერო დრონებს, რაკეტებს და გამანადგურებელ თვითმფრინავებს. ის აღჭურვილია 20 იგლას მოკლე რადიუსის საზენიტო რაკეტით და 2.30 მმ-იანი AK-306 ქვემეხით. დაამატეთ ელექტრონული ომის მრავალი მოწყობილობა და მიიღებთ გემს, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, უკრაინის საჰაერო და საზღვაო რესურსების დაზიანება და 3000 საზღვაო მილის გავლა, რაც მას 15 დღიან გამძლეობას აძლევს. ეხლა ის მწყობრიდან არის გამოსული და United 24 მედიის ანგარიშის მიხედვით ის მალე არ დაბრუნდება. შემდეგ სიაშია Project 1124M ალბატროსის 2 სამხედრო გემი, აიაისკი და კასიმოვი. ორივე მცირე წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო გემია, რომლებიც უკრაინამ მაშინ დააზიანა, როცა ისინი ნოვოროსიისკში იყვნენ მიბმული. და ვალენტინ პიკელის მსგავსად, ისინი შეიძლება პრობლემური აღმოჩნდნენ უკრაინის სტრატეგიისთვის, რომელიც შავი ზღვის ფლოტის დასაზიანებლად და რუსეთის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის, მათ შორის ქერჩის ხიდის დასარტყმელად წყალქვეშა დრონებს იყენებს, რომელიც კრიმის რეგიონში რუსეთის საომარ-ძალისხმევას ემსახურება. Naval Technology ცოტა მეტ ინფორმაციას გვაწვდის. ის ამბობს, რომ პროექტი 1124M-ის ხომალდები უფრო მრავალფუნქციურ გემებს გვანან, ვიდრე სპეციალიზებულ წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ხომალდებს. გარდა იმისა, რომ ისინი წყალქვეშა საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას შეძლებენ, ეს ხომალდები შეიძლება გამოყენებულ იქნას საზღვაო პატრულირებისთვის, დაზვერვის ჩატარებისთვის, კონვოებისა და კომუნიკაციების დაცვისთვის და წყვისთვის და წყალქვეშა ნაღმების დასაგებად. თითოეულ ხომალდზე 80 კაციანი ეკიპაჟია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის დარტყმის დროს რომელიმე მათგანი ბორტზე იყო, რასაც ადასტურებს მსხვერპლის სტატისტიკაც, რომელსაც მოგვიანებით გაგზიარებთ. მაგრამ თუნდაც უკრაინას ამ თავდასხმაში 160 რუსი მეზღვაური არ მოუკლავს, მათ ხომალდები მაინც წაართვა. მეზღვაურები ზღვაზე ყოფნის გარეშე დიდად გამოსადეგნი არ არიან, ასე რომ ახლა რუსეთს უწევს ფული დახარჯოს თავისი სამხედროების შენხვეზრომლის შენახვაზე, რომლებიც ძირითადად უსაქმო ჯდომას თუ შეძლებენ. პროექტი 1124M-ს აქვს გარკვეული საბრძოლო ძალა, რომელიც მის წყალქვეშა ნავებზე ორიენტირებული იარაღებთან ერთად მოდის. გემში ჩაშენებული 2 DTA-53 ორმაგაგი ტორპედოს გამშვების გარდა, მას აქვს OSA-MA2-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ.
რუსეთს ასევე შეუძლია გემზე დაამონტაჟოს ორი საარტილერიო იარაღი, მაგალითად 76.2 mm AK-ას 76M ძიმე ტყვიამფრქვევი ან 257 mm-იანი E-220 ქვემეხი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო გემი გასაოცრად მრავალმხრივია. და უკრაინას არ სურს, რომ რუსეთმა შავი ზღვის რეგიონში ამ მრავალმხრივობით ისარგებლოს. ეხლა რუსეთს ეს აღარ შეუძლია. მისი პროექტი 1124 M2 ხომალდი განადგურებულია. იმ დროს, როცა United 24 მედიამ ეს ინფორმაცია გაავრცელა, სატელიტურმა სურათებმა დაადასტურა, რომ 5 სამხედრო ხომალდი იყო დაზიანებული, თუმცა მხოლოდ 3-ის შესახებ იყო ცნობილი. ახლა უკვე მეტი ინფორმაცია გვაქვს იმ ორ სხვა ხომალდზეც. ეს ინფორმაცია მოგვაწოდა Euromaidan Press-მა, რომელმაც გაამხილა, რომ უკრაინის სამიზნეების სიაში 1-2 მარტს მეოთხე ხომალდი იყო ადმირალი ესენი. რუსეთის ერთ-ერთი ფრეგატი, ადმირალი ესენი, თითქმის შუაში დაარტყა უკრაინის დრონმა, რამაც გამოიწვია ხომალდის P-10 პასიური საწინააღმდეგო საშუალებების გამშვების აფეთქება, რომელიც განკუთვნილია თერმული მახეების და ჩაფის გასაშვებად, რათა სამხედრო ხომალდი მტრისგან დამალოს. როგორც ჩანს, ეს არ გამოვიდა, ხომ ასეა პუტინო. 5 მარტის განახლებაში კიევის პოსტმა დაადასტურა, რომ ადმირალი ესენი დაზიანდა. დაემატა, რომ უკრაინამ ხომალდს ისეთი ძლიერი დარტყმა მიაყენა, რომ მას აღარ შეუძლია კალიბრის საკრუიზო რაკეტების გაშვება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან რუსეთი იყენებდა ნოვოროსიისკის უკრაინასთან სიახლოვეს, რათა გაეძლიერებინა მისი მუდმივი რაკეტებისა და დრონების შეტევები. კალიბრის საკრუიზო რაკეტებს ამ თავდასხმებში დიდი როლი ჰქონდათ. ჩვენ ეს ვიხილეთ 7 თებერვალს, როდესაც უკრაინის ახალი ხმა ითხოვინებოდა მასიურ რუსულ იერიშზე, რომელიც უკრაინის ენერგოსისტემას ესმოდა თავს. რუსეთმა იმ თავდასხმაში 24 რაკეტა გამოიყენა და მათგან ზოგი კალიბრის რაკეტა იყო. ეს რაკეტები ადმირალ ესენიდან იყო გაშვებული. შეიძლება ამას ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ უკრაინამ ახლახან ისე გააკეთა, რომ რუსეთი თავის ფრეგატს უახლოეს მომავალში კალიბრის რაკეტების გასაშვებად ნამდვილად ვეღარ გამოიყენებს. Kiev Post-ი ამატებს, რომ უკრაინის დრონით თავდასხმამ ადმირალ ესენის ხუმბარ მტკორცნებიც გაანადგურა, გარდა იმისა, რომ დააზიანა TK-25-ის ელექტრონული ომის სისტემა. ის ქმნის ჩარევას და შეუძლია რადარის გამოსხივების აღმოჩენა. ეს კიდევ ერთი დიდი სიახლეა უკრაინისთვის. კიდევ ერთი ელექტრონული ომის სისტემის განადგურება ნიშნავს, რომ რუსეთს ნაკლები დაცვა აქვს თავის ნოვოროსიისკის ბაზაზე, რაც უკრაინას მომავალში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს დარტყმისთვის. უკრაინამ ფრეგატის ანტისაჰაერო რაკეტების დამიზნების სისტემის ნაწილიც კი გაანადგურა, რაც ნიშნავს, რომ ახლა ის რუსეთისთვისაც გამოუსადეგარია, რადგან უკრაინამ ის სრულიად დაუცველად დატოვა. და ეს გვიყვანს ბრძოლის ბოლო გემთან, მაგრამ სანამ მასზე გადავიდოდეთ, კიდევ ბევრია სათქმელი. თუ სამხედრო შოუ მოგწონთ და გსურთ მეტი გაიგოთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. ბოლოს გვაქვს მოლნაიას რაკეტმზიდი ნავი, რომელსაც Euromaidan Press პროექტ 1251-ის სამხედრო გემად მოიხსენიებს. უკრაინის დრონებმა პირდაპირ დარტყმები მიაყენეს ამ გემის კიჩოს ნაწილს, სადაც მათი თქმით მდებარეობს მოლნაიას ძრავის ოთახი, თავარის ოთახი, თავარი ძრავები, დიზელის გენერატორები და 2 AK-630M 30mm საარტილერიო დანადგარი. გემს შეუძლია ამ დანადგარების გამოყენება ახლო მანძილზე საჰაერო თავდაცვისას, იმავე ტიპის დრონების წინააღმდეგ, რომლებმაც მას დაარტყეს. რუსეთმა თავისი ყველა 1241 პროექტის გემი საბჭოთა ეპოქაში ააშენა და 1979-დან 1984 წლამდე 80 გემის მშენებლობა დაასრულა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ამ საბრძოლო გემების უზარმაზარი მარაგი აქვს, რათა შეცვალოს ის, რაც უკრაინამ ახლახან გაანადგურა. საზღვაო ენციკლოპედიის მიხედვით ამ 80 გემიდან უმეტესობა სხვა ქვეყნებში იქნა ექსპორტირებული, ასე რომ რუსეთმა დაკარგა სარაკეტო გემი, რომელიც უკვე შემცირებული მარაგის ნაწილი იყო. ჩვენი მრავალჯერადი ხსენება იმისა, რომ მოლნაია სარაკეტო გემია, ასევე მიგანიშნებთ იმაზე, რომ მას ბევრად მეტი აქვს, ვიდრე 30mm ქვემეხები. გემი შეიძლება აღიჭურვოს San-5 ტიპის საზენიტო პორტატული სარაკეტო კომპლექსებით. თითოეულში მოთავსებულია 16 რაკეტა, რომლებიც თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს ესვრიან. ამ გემებს ასევე აქვთ P-270 მოსკიტის რაკეტები, რომლებიც თავსდება 2 გამშვებებში ზედა გემბანზე. ასე რომ როგორც რამდენიმე სხვა გემი, რომელიც უკრაინამ გაანადგურა 1 მარტის რეიდის დროს, მოლნაია მრავალფუნქციური, თუმცა მოძველებული ძლიერი გემია, რომელიც უნდა ყოფილიყო უკეთესი, ვიდრე უკრაინას შეეძლო საზღვაო ომში გამოეყენებინა. ეხლა ის კიდევ ერთი კვალმოდებული გემია იმ 5-დან, რომელსაც უკრაინამ დრონებით დაარტყა. და მისი ასაკისა და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ რუსეთი აღარ აწარმოებს პროექტი 1251-ის გემებს, მცირე შანსია, რომ რუსეთი შეძლებს დაზიანების შეკეთებას. იმისთვის, რომ ამ მასშტაბურ ზიანს ცოტა შეურაცხყოფაც დაემატოს, United 24 მედია ამატებს, რომ სამხედრო ანალიტიკოსებმა შენიშნეს ეგრეთ წოდებულ მუქი ლაქა ნაპირზე, სადაც ადრე ნახსენები პროექტი 1124-ის კორვეტები იდგა. ეს მუქი ლაქა შეიძლება მიუთითებდეს, რომ უკრაინის დრონებმა ნაპირსაც დაარტყეს, ან შეიძლება ნიშნავდეს, რომ რუსეთის სამხედრო გემებზე თავდასხმების შედეგად გაჩენილი ხანძარი ნაპირზეც გავცელდა და კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა. და დაგვიჯერეთ, კიდევ უფრო მეტი ზიანია. მრავალი ასეთი ზიანი, რაზეც ვიდეოს ბოლოს უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. მაგრამ სანამ გადავხედავთ ყველაფერს, რასაც უკრაინამ მიაღწია საზღვაო პორტში, რომელიც შავ ზღვაში რუსეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ ითვლებოდა, მოდით ვნახოთ, რას ნიშნავს ეს ბოლო დარტყმა რუსეთისთვის. ერთი რამ ცხადია, რაც არ უნდა დაცვა ჰქონდეს ნოვოროსიისკს, ის არ მუშაობს.
მთელი აზრი შავი ზღვის ფლოტის ყველაზე ღირებული რესურსების ნოვოროსიისკში გადატანისა იყო ის, რომ ეს რესურსები უკრაინის რაკეტებისა და დრონებისგან დაეცვათ. იდეა იყო, რომ გაზრდილი მანძილი, უკეთესი საჰაერო თავდაცვა და იმ საბრძოლო გემების ელექტრონული ომის შესაძლებლობები, რომლებიც ნოვოროსიისკში გადაიყვანეს, ერთად დაეცვა უკრაინის მსგავსი დარტყმებისგან, როგორიც ახლახან ვიხილეთ. და თეორიულად ამას აზრი აქვს. ნოვოროსიისკი მნიშვნელოვნად აღმოსავლეთით მდებარეობს შავი ზღვის ფლოტის წინა ბაზა სევასტოპოლთან შედარებით, რადგან ამ ორ პორტს შორის დაახლოებით 300 კილომეტრი, ამ დაახლოებით 186 მილი მანძილია. დაამატეთ მანძილი, რომელიც უკრაინის იარაღს შავი ზღვის გავლით სევასტოპოლამდე უნდა გაევლო და მიხვდებით, რატომ აქვს მანძილს მნიშვნელობა. მაგალითად, Storm Shadows ექსპორტული ვერსიები, რომლებიც უკრაინამ გამოიყენა შავი ზღვის ფლოტის ნაწილის დასაზიანებლად ომის ადრეულ წლებში, დაახლოებით 250 კილომეტრის მანძილზე მოქმედებს. BBC-ის მიხედვით, ეს შავი ზღვის დიდ ნაწილს და შესაძლოა სევასტოპოლსაც საფრთხის ქვეშ აყენებს. ნოვოროსიისკი კი ნაკლებად. რაც პუტინმა და მისმა კრემლის თანამზრახველებმა ვერ გაითვალისწინეს, ის არის, რომ უკრაინამ შეძლო შეექმნა საკუთარი იარაღი, რომელსაც ბევრად უფრო შორს შეუძლია ფრენა, ვიდრე იმ დროს, როცა რუსეთმა ნოვოროსიისკში გადანაცვლება დაიწყო 2023 წელს. ეხლა უკრაინას ყავს ისეთი აპარატები, როგორიცაა Sea-Baby, ასევე საჰაერო დრონები, რომლებსაც ასეულობით ან თუნდაც ათასობით კილომეტრის დაფარვა შეუძლიათ. ამიტომ სამიზნე, რომელიც ადრე მიუწვდომელი იყო, ეხლა სრულიად მისაწვდომია. უკრაინამ დიდი ხნით ადრე იცოდა რა ელოდა მას, ვიდრე რუსეთი მიხვდებოდა ამას. სინამდვილეში რუსეთმა ეს საერთოდ ვერ გაიგო. ნოვოროსიისკში საომარი გემები არ იქნებოდა რომ გაეგო, თუმცა რთულია განსაზღვრა სად შეიძლებოდა წასულიყვნენ ეს გემები შავი ზღვის თეატრის სრულად დატოვების გარეშე. 2025 წლის სექტემბერში უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა დმიტრო პეტინჩუკმა რუსეთს პირდაპირაც კი გააფრთხილა, რომ გემების ნოვოროსიისკში დატოვება არ დაეხმარებოდა. ჩვენ იქვე გავანადგურებთ მათ და ისინი ამას სრულადაც კარგად ხვდებიან, განაცხადა პეტინჩუკმა. გადავიდეთ დეკემბრის შუა რიცხვებში და უკრაინამ ის გააკეთა, რასაც ევრომაიდან პრესმა შეუძლებელი უწოდა. უკრაინის დრონებმა შეძლეს რუსული ვარშავიანკას კლასის წყალქვეშა ნავის მწყობრიდან გამოყვანა ნოვოროსიისკში, თავდასხმაში, რომელმაც კიდევ ერთი რუსული ობიექტი გაანადგურა, რომელსაც კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეეძლო. თუ რუსეთს პეტინჩუკის გაფრთხილება არ გაეგონა, ამ თავდასხმამ ყველაფერი ძალიან ნათელი გახადა. უკრაინას ჰქონდა საშუალება დაერტყა იმ გემებისთვის, რომლებსაც რუსეთი თავისშორეულ პორტში მალავდა. მაინც რუსეთმა არაფერი გააკეთა. უკრაინამ ამ ფაქტით ისარგებლა პირველი და მეორე მარტის განმავლობაში. დეკემბრის თავდასხმამ გამოავლინა რუსეთის ნოვოროსიისკის თავდაცვის სისუსტეები, რის შემდეგაც უკრაინას უკვე ჰქონდა გეგმა კიდევ უფრო მასშტაბური დართვმისთვის, რომელმაც შავი ზღვის ფლოტის კიდევ უფრო დიდი ნაწილი დაასუსტა. რუსეთმა ვერაფერი შეაჩერა და კიდევ 5 საბრძოლო გემის განადგურების შემდეგ უკრაინას აქვს შესაძლებლობა კვლავ და კვლავ განახორციელოს დართვმები. სხვათა შორის, ნუ შეაფასეთ სათანადოზე ნაკლებად თუ რას ნიშნავს ეს ბოლო დარტყმა რუსეთისთვის მისი ომის სტრატეგიის შავი ზღვის კომპონენტში. ეს სტრატეგია უკვე განადგურების ზღვარზე იყო, სანამ უკრაინა თავის ბოლო დარტყმას განახორციელებდა. როგორც Defense Express-მა 26 თებერვლის სტატიაში აღნიშნა, შავი ზღვის ფლოტი უკვე ფუნქციურად პარალიზებული იყო ბევრად ადრე, ვიდრე ნოვოროსიისკის შეტევა განხორციელდებოდა. თებერვლის ბოლოსთვის რუსეთის მინიმუმ 25 სამხედრო გემი იყო განადგურებული, რაც მთელი ფლოტის ძალის დაახლოებით მე-13-ს შეადგენდა. ამ სიას ახლა კიდევ 5 გემის დამატება შეგიძლიათ. გამოცემის თქმით, რუსეთის ოდესღაც საშიშ ფლოტს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ საზღვაო ძალის დემონსტრირების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეეზღუდა, რადგან მას უწყვეტად უწევს ტაქტიკის შეცვლა შემცირებულ ოპერაციულ გარემოში. რუსეთი კარგად აცნობიერებს საკუთარ ჩაორდნებს შავ ზღვაში, თუმცა ამაზე რაიმე ღირებული გაკეთება არ შეუძლია. რუსეთის საზღვაო სარდლობაში ამის გამო არაერთი ხელმძღვანელი გაათავისუფლეს და როგორც ჩანს, შავი ზღვის ფლოტის ამჟამინდელი სარდალი სერგეი პინჩუკი ძალიან რთულ მდგომარეობაშია მას შემდეგ, რაც იანვრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლი განიხილავდა მისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის ვარიანტს, მაგრამ ამას აზრი არ ექნება. რუსეთის ერთადერთი გამოსავალი ახლა არის თავისი სამხედრო გემები შავი ზღვის გარეთ და რაც შეიძლება შორს დაიჭიროს. პინჩუკი შეიძლება გახდეს ქვეყნის შავი ზღვის შეცდომების მორიგი განტერების ვაცი, მაგრამ ვინც არ უნდა შეცვალოს იგი, მაინც შეხვდება უკრაინულ პრობლემას, რომელსაც პასუხი არ აქვს. უკრაინას შეუძლია ნოვოროსიისკე დარტყმა. ფლოტს აღარ აქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ ისე შორს წავიდეს, რომ მისი ერთადერთი დანიშნულებაც კი რაც არის უკრაინაზე რაკეტების გაშვება პორტიდან, გაქრება. ეს ყველაფერი ისევ გვაბრუნებს იმაზე, რაც უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისთვის შავი ზღვის ფლოტიდან კიდევ 5 სამხედრო გემის დაკარგვა დამანგრეველია, უკრაინის მინიმუმ 200 დრონის არმიამ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე ამ გემებზე ვხედავთ. უკრაინის გენერალურმა შტაბმა ეს დაადასტურა 2 მარტის პოსტში, სადაც გამოავლინა ყველაფერი დანარჩენი, რაც ნოვოროსიისკში მოახერხა დათმების დროს, რომლებიც წინა ღამეს მოხდა. უკრაინის დრონებმა მიზნები შასკარის ნავთობის ტერმინალზე იპოვეს, რაც რუსეთისთვის დროული შეხსენებაა, რომ უკრაინა არ თმობს თავის სტრატეგიას რუსეთის ყველაზე მომგებიანი ინდუსტრიის განადგურების მიმართულებით. United 24 მედია იუწყება, რომ კომპლექსში ხანძარი გაჩნდა, ხოლო გენერალური შტაბი ამატებს. წინასწარი ინფორმაციით დადასტურებულია ზიანი ტერმინალის ნავთობის ტანკერებსა და რადარის სადგურზე S-400 კომპლექსიდან. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის კიდევ ერთი დანაკარგი მნიშვნელოვანია, უკრაინის მომავალი სტრატეგიისთვის მთავარი მაინც S-400-ის განადგურებაა.
ეს კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უკრაინის დრონებისა და რაკეტებისთვის ნოვოროსიისკზე დარტყმის შეჩერებას შეძლებდა, მაგრამ ახლა განეიტრალებულია. ეს კი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი საჰაერო დერეფანი გაიხსნა, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მარტის დასაწყისში განხორციელებული დარტყმა მხოლოდ მომავალი მოვლენების წინამორბედი იყო და არა უკრაინის მაქსიმუმი. ევრომაიდან პრესი კიდევ უფრო მეც ამატებს და აცხადებს, რომ უკრაინამ ასევე მოახერხა S-300-ის დამიზნების რადარისა და Pantsir S-2-ის განადგურება. ეს ნიშნავს, რომ კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა განადგურდა და აღარ არის საჭირო იმის განმეორება, რას ნიშნავს ეს. და რაც შეეხება თავად ნავთობის ობიექტს, იგივე წყარო აცხადებს, რომ უკრაინამ მოახერხა შაშკარის ტერმინალის 6 ნავთობის დატვირთვის ნავმისადგომის განადგურება. ეს ნავმისადგომები იღებდნენ ნავთობს, რომელიც ყირიმზე გადის და საბოლოოდ უკრაინაში ხვდება. მხოლოდ ერთის დარჩენის შემთხვევაში რუსეთს გაუჭირდება მომდევნო რამდენო დღის განმავლობაში თავისი ჯარის მიწოდების უზრუნველყოფა ადგილზე. და ბოლოს ასევე არიან მსხვერპლნი, სულ მცირე 17 ადამიანი. Euromaidan Press იტყობინება, რომ უკრაინის ღამის იერიშის შედეგად რუსეთის 3 მეზღვაური დაიღუპა, ხოლო კიდევ 14 დაიჭრა. ვიტყოდით, რომ ეს მეზღვაურები რუსეთს აღარ გამოადგება, მაგრამ იმდენი სამხედრო გემი აქვს ნადგურდებული, რომ ეს უკვე ასე იყო. აქ გვაქვს იერიში, რომელიც უკრაინას აქამდე არასდროს განუხორციელებია. უკრაინას შავი ზღვის ფლოტის გემები წარსულშიც დაუზიანებია, მაგრამ ერთ რამეში 5 არასდროს გაუნადგურებია. ნოვოროსიისკზე უკრაინას ადრეაც მიუყენებია დარტყმა, მაგრამ არასდროს ისე ძლიერად, როგორც პირველი და მეორე მარტს სპორტს დაარტყა. ეს არის თავდასხმა, რომელიც წლების განმავლობაში დაამახსოვრდებათ და ეს ნიშნავს, რომ ის გვახსენებს იმას, რაც უკრაინამ რამდენიმე კვირით ადრე სივერსში ხმელეთზე მოახერხა. ეს იყო კიდევ ერთი ოპერაცია, თუმცა სრულიად განსხვავებული, რომელიც ომის დასრულების შემდეგ ისტორიაში შევა. ყველაფერს ამ ოპერაციის შესახებ შეგიძლიათ ჩვენი ვიდეოს ყურებით გაეცნოთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი უკრაინის უახლესი და ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმების გაშუქება და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.